არ პასუხობს ხუჩედო მე დავტოვოთ ჩავარდი ეს ტაკოი ჟულიკ კოპოლა შეიძლება ცოტა პროვოკაციული კითხვა არის თუ არა ამბავი არის სიყვარულზე ორივე მხრიდან რაჭველი ვარ და ჩვენ რაჭაში ბლიცები არ მუშაობს და ერთ-ერთი საკვანძო თემა არის ნუ ვახსენეთ კიდეც ფეხბურთი მეც რაღაც მინდა მაგ ფილმის გადაღება როდესმე პირველი მერცხალის მოგესალმებით, ეს არის კინოპოდკასტი მეოთხე კედელი, ამ პოდკასტის მუდმივი წამყვანი კინოშნიკი კოტე ჩაიზე და მეორე მუდმივი წამყვანი კინოცოდნე ლევან აბდუშელიშვილი დღეს სამწუხაროდ ვერ არის ჩვენთან ერთად, მე ვარ გიორგი ანდრონიკაშვილი, ვინც გვიყურებს ხოლმე, ხმარო ისმის ხოლმე კაც მიღმა ამჯერად კადრში ვარ და ჩვენი სტუმარი არის რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე. მადლობა, რომ მოხვედი. და როგორ ხარ? პირიქით, მადლობა, დიდი ხანია მინდა თქვენთან მოხვედრა, გიყურებთ, ყველას ურჩევ რომ გიყუროთ, ლევანი მოვიკითხოთ, მოვიფეროთ. მძიმეა არსენალის გულშემატკივრობა, მაგრამ აი ჩემპიონები რო გავხდებით, მე ვნახოთ როგორ დაგვსინებს და ჩემპიონთა ლიგაც თუ მოვის, სხვადასხვა ნახევარფინალში ვართ, ასე რომ ჯერ ადრეა ჩვენი დაცინვა. ეხლა რაც რომ ემზადებოდით, შენ რაც რამდენიმე ინტერვიუს ვუყურე და ვასო გაბუნიასთან იყო ერთი და შენ ამ კინოგზაზე რო ლაპარაკობდით და მან თქვი რომ ცოტა უკრინდა რომ მოყვეთ, არ ვიყავიო დიდი სინეფილი რაღაც ბავშვობაში, რაღაც რეჟისორობასაც არ ვაპირებდიო და ეხლა ძალიან გადავხვდი ეგრევე, ხო? ხო, მოკლედ ეს დაყოფა ხელოვნებაში ყოველთვის რთულია ძალიან, მაგრამ მაინც ხო არის რაც უფრო მასობრივი კინო და უფრო რაც საფესტივალო, საავტორო კინო და შენი ფილმები მაინც უფრო მეორე კატეგორიაში უნდა გავიყვანოთ ალბათ და მე მაინტერესებს აი იქ რო გისმენთ აი მაშინ ბავშვობაში რაც სკოლის ასაკში რო უყურებდი როგორ კინო აი თავიდან კინო შეგაყვარა რაც ეგეთი ფილმები იყო მაშინაც თუ უფრო ესეთ პოპულარულ ფილმებსაც ეძახიან თავიდან იმათ უფრო უყურებდი სირა რთული სათქმელი ანუ ეგ ხო როგორი დრო იყო რაღაც სკოლის დროს თუ გავხსენეთ მით უმეტეს ანუ ინტერნეტამდე დროა და ანუ იდეაში ტელევიზორში რაც გადის მაგას უყურებ 90-იანებზე ვამბობთ ახლა ხო ნუ გვიანი 90-იანები ან ნუ კინოში რაღაც იქნებოდა რაღაც ხან მუმია ამირანში გადიოდა ხოლმე Starship Troopers და რატომღაც ყოველ დღე გადიოდა ანუ პაუერჰოვენის ხო და ანუ ჩვენც ყოველ დღე დავდიოდით მე და ჩემი კლასელები ანუ მაგდენჯერ არც ერთი ფილმი არ მაქვს ნანახი იმიტომ რომ რაც იყო ეგ იყო და რაღაც ლარი ღირდა მე მგონი თუ რაღაც მაგრამ ხო ანუ მაგ დროს რაღაც ეგ არჩევნანის ის რაც შეხედა მაგრამ მე რაღაც უფრო მეგობრებთან ერთად რაღაცა უფრო DVD ცოტა რო გამოჩნდა რაღაცებს ქირაობდით ხოლმე ფალიაშვილზე იყო ვიდეოტეკია, ოღონდ უკვე DVD-ს ალბათ? DVD, ხო, VHS-საც ქირავდით ხოლმე DVD-საც, მაგრამ აი რაღაც ეგ მომენტები მახსოვს, აი ერთხელ გამოჩნდა რაღაც ჩვენ სამეგობროში კალატოზოვის ესეთი 4 კასეტიანი სეტი, სადაც იყო ნუ ყველა ფილმი, იმიტომ რომ კატოსთან და ტიტოსთან ნუ მეგობრობთ შვილთა შვილები. და რაღაც მაგათ ქონდათ ეგ და ნუ უყურებდით ხოლმე რაც პირველად ეგრე ვნახეთ თქვა კალატოზოვი. მე ერთხელ მე და ჩემი მეგობრებმა ძალიან შემთხვევით გამოვიტანეთ ვიდეოთეკიდან ალბათ უფრო Lost Highway. და ანუ საერთოდ რო არიცი რა გელის და მახსოვს რომ ძალიან ბევრი საათი უყურებდით, იმიტომ რომ ვაჩერებდით ხოლმე და ვახვევდით და ანუ რაღაც ვთილობდით რომ გაგვეგო რა ხდება რა, ანუ იმიტომ რომ საერთოდ არ ვიცოდით ლინჩი ვინ იყო და არ ვიცოდით რომ მაგ ფილმში მაგის ვთელობა რომ ეხლა მთელი რაღაც ერთი ჯაჭვი ააგო რატო რა მოხდა, დიდათ არ გამოგივა. და მახსოვს რომ ძალიან არ გამისწორდა რა, ანუ ბოლოს რომ მორჩით ამ რაღაც 10 საათიან სესიას და ვერ გავიგეთ მაინც რა მოხდა, მეთქი ეს რა არის.
და ნუ მე ბევრი წლის მერე უკვე რაღაც ჩემით რო გავიგე ლინჩის სამყარო და როგორ უნდა უყურო და რას ელოდა და რას არა მე თავიდან შემიყვარდა, მაგრამ უფრო რაღაც ეგეთი შემთხვევითი გაცნობები იყო ხოლმე მაგ პერიოდში. და აი ეგეთი რაღაცა გამართლებები, როცა შეიძლება ვიღაცას გათხოვოს, გირჩიოს. საკეთ ცუდი ამბავი იყო ხოლმე ტელევიზორში, როცა გადახვევები რო არ იყო, რამდენი ფილმი არის, მეც შუაში როგორ დაიწყო რო არიცი ან რაღაც და მერე წლების მერე რო. ხო, აი ერთი შემთხვევა იყო მაგალითად გიორგი ბოჭორიშვილი მსახიობი, მაგან ნახა ნანი მორეტის ვაიშვილის ოთახი. ოღონ რაც შუიდან რა. და ნუ ტელევიზორში გადიოდა ძალიან მოეწონა. არა, ვიტყოები, შუიდან კი არ ნახა. ნახა და ძალიან მოეწონა მაგ ფილმში არის ეს სიმღერა ბრაიან ენოსი ბოლოსკენ. ოღონ არის დაახლოებით 1 წუთი რა. ეგ კინოც არ მახსოვს მართალი გითხრა. ხო, ძალიან აი ფილმია და მე დაელოდა მეორე დღეს უნდა ყოფილიყო გამეორება ტელევიზორში და მაგნიტოფონზე ჩაიწერა ეს სიმღერა. ერთ-ერთ კასეტაზე რა და მე ძალიან დიდი ხანი ეს 1 წუთი გქონდა თელ სამეგობროს და ამას უსმენდით ხოლმე, მაგრამ არ ვიცოდით ვინ იყო. იმიტომ რომ ინტერნეტამდე დრო იყო რა და ნუ ძალიან ბევრი ვერსიები იყო ხოლმე რომ ის ხო არ არის და ეს ხო არ არის და მე პირველი რაღაც ჩვენ უბანში ვინც დააყენა ინტერნეტი იმასთან რაღაცნაირად გამოვიკვლიეთ რომ იყო რაენ ენო რა მაგრამ ნუ რაღაც ეგეთი ის იყო რომ ან გაარტყავდი ან ვერა და მე რა თავიდან სადღაც ეკონომიკაზე ჩააბარე ხო თუ რა მიკროეკონომიკა და მენეჯმენტი მშენებლობა. ხო და ეს 2003-ში გადახვედით თეატრალურში ხო თუ 4-ში? 3-ში. ხო და ეგ იყო ყველაზე ისეთი პერიოდი ხო კინო არ იყო პრაქტიკულად. 3-ში 4-ში ხო საქართველოში კინო კვტარია კი. და თეატრალური არ ვიცი რა ხდება თეატრალურში. ხო, ანუ ისეთი გადასვლა იყო, ანუ ძალიან რადიკალურიც არის, იმიტომ რომ საპროდიუსეროზე გადავედი, ეგ იყო ტელეკინო მენეჯერ პროდიუსერი. მე მაქვს დამთავრებული. პირველი გამოშვება. ხო და მაგაზე არ ფიქრობდი მაშინ რომ არ არის დიდად ქვეყანაში კინო. არა, რავი, ანუ ეგ არის ალბათ რაღაც 17-18 წლის ვარ და ანუ საერთოდ არაფერზე ფიქრობდი ახლა დრო იყო ეგეთი რომ უბრალოდ მაღლივში ჩავაბარე და ნუ მივხვდი რომ ნუ ვერ დიდად ვერაობი მხარი იქ სწავლას. მაგრამ ცუდად არ გზნობდი მაინც და მაინც თავს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თავისუფალი დრო მქონდა, კიდე სხვა მეგობრებიც რაღაც ეგრე იყვნენ რომ დილას რომ მიდიხარ უნივერსიტეტში რომ არ შედიხარ ლექციებზე და ნუ მე რაღაც რო აბირჟავებ და მე საღამოს ისევ რო აბირჟავებ და აი რაღაც ეგ დრო იყო როცა ძალიან ბევრი თავისუფალი დრო გამოგვიჩნდა ყველას და რაღაც დავიწყეთ ამ ფილმების ერთად ყურებაც. უბრალოდ თეატრალურშივე იმ წიაღში თუ არა? ანუ რაღაც სანამ მიკროეკონომიკაზე ვსწავლობდი და მაკედან მოვიდა მე ეგ სურვილი რომ რაღაცა აი სხვა უნდა სადო აი ძალიან ბუნდოვნად რა უბრალოდ მივხვდი რომ მიკროეკონომიკა და მენეჯმენტი მშენებლობაში არ არის ჩემი საქმე და შეიძლება რაღაც უფრო იქით წავიდე. და ტატო კოდატიშვილიც მაშინ ერთ გადაიღეთ ხო კიდე ფილმი. ხო, მე იქ სწავლის დროს რაღაც დროს მივხვდი რომ რაღაც რატომღაც ისევ რაღაც უსაქმურობით რა, აი ძალიან ბევრი თავისუფალი დრო იყო. და უბრალოდ ვიფიქრეთ მე და თომა ჩალაძე ჩემო მეგობარმა რომ რაც ხო არ გადავიღოთ ფილმი. აი ეგეც იმიტომ რომ უბრალოდ ყოველ დღე და მთელი დღე რომ ერთად ხართ, რაღაც კინოს ფილმებს რო უყურებთ და აი რაღაც მაგრამ აი მართლა მაინტერესებს მაგდროს თეატრალურში რა ხდება, რამეს გასწავლიდან, იმიტომ რომ აი არ ვიცი. იცი რა, ჩვენთან იყო სხვა ფაკულტეტებზე არ ვიცი რა. ჩვენთან აი ხან იყო ლექციები, ხან რა, ხან რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ნახავდით ხოლმე. ან გავივლიდით, ან რაღაც შეიძლება რაღაც. მაგდროს რეჟისორებთან რამე ურთიერთობა კომუნიკაცია გქონდათ? არა. ხან ნაკლებად იყო ხოლმე, მაგრამ ნუ ჩვენი ამ ფაკულტეტის ხელმძღვანელი იყო კოკა ყანდიაშვილი. და მე ანუ ეს ფილმის ჩვენ რო გადავწყვიტეთ რომ ფილმის გადაღება გვინდოდა მივედით კოკასთან და უთხარით რომ აი რაღაც ეგეთი რაღაც გვინდა და ძალიან მოგვეხმარა რაც კამერა განათება რაღაც გჭირდებოდა ყველაფერი მოგცა. და მაშინ გავიცანით ტატო და იყო ჩვენი ფილმის ოპერატორი და რაღაც ეგეთი ფილმი იყო სამნი ვიყავით სულ და დილაობით სახში ლარს გვაძლევდნენ ხოლმე სამებას და მე სამლარად რაც კოლას ყიდულობდით ხოლმე მაგრამ ნუ ეგ იყო რა ერქვა ფილმს ერქვა მოხუცი ქალი
დანიელ ხარმსის მოთხრობა არის ეგეთი და მაგის მიხედვით გადავიღე და ალბათ ყველაზე ერთ-ერთი ჯერჯერობით საუკეთესო გადაღების გამოცდილება იყო. იმიტომ რომ ნოლიდან დავიწყეთ, ანუ არასდროს არაფერი არ ქონდა გადაღებული და ყველაფერს რო თან იგონებ, მაგრამ ძალიან ბევრი დრო და ენერგია რო გაქვს და რაღაც ის ანუ რამდენიც რეალურად დაჭირდა მაგ ფილმს, ან დაჭირდებოდა ვთქვათ რეალურ სამყაროში, ალბათ რა ვიცი 5-6 ჯერ მეტი დრო დავხარჯე ჩვენ, იმიტომ რომ არასდროს არც გვეჩქარებოდა. სახლი გქონდა ჩემი ახლობლის და იქ ვიყავით ხოლმე მთელი დღე და ნუ მე ამ ქალმათან ნახა რომ საჭმელს არ ვჭამთ და ნუ არ ვჭამთ, იმიტომ რომ რაღაცა არც გვახსენდებოდა რეალურად, იმიტომ რომ რავი ეგრე არა, რაღაც 18-19 წლის რო ხარ იშვიათად ანუ შეიძლება არც გაგახსენდეს დღეს ეხა სულ მახსენდება რა რომ უნდა ვჭამოთ მაშინ რაღაც არ მახსენდებოდა და მაინც რაღაცნაირად მე ნუ ეს ქალი გვიკეთებდა ხოლმე ყოველდღე საჭმელს და ვისაც იღებდით ანუ თუ არა ვისაც ცხოვრობდით არ ცხოვრობდით დილობით მივდიოდით ხოლმე და მთელი დღე ვიღებდით აი ესე რა ეგ ფილმი არსებობს არსებობს სეიფში კაია რა მე მომწონს არა თავარია შენ არ დიდათ არ გვიჩვენებია მე ხო და არ გიფიქრიათ რამე წლების მშობლებს საინტერესო იყოს არ ვიცი ხო ანუ რაღაც მე ვინმე თუ სადღაც მე რამხელა იქნები თუ იპოვის სადმე ალბათ 9 საათამდე მაგრამ ვიღებდით ალბათ 1-2 თვე ყოველ დღე და მთელი დღე რა ანუ ამდენი ხანი ძალიან დიდი ხანი ვიყავ მაგას ვამბობ რა ძალიან ვერთობოდით ეს რაღაც სახლი გქონდა და რავი ტატოც რაღაც მგონია რომ გაერთო იმიტომ რომ ძალიან ბევრი განათებები გქონდა და თვითონ მარტო იყო ეხა და რაღაცებს ამაგრებდა ხოლმე მაგარია საინტერესოა ხო ანუ ძალიან მაგარი გამოცდილება იყო ეგ პირველი ეგრე რაღაცის რატომღაც უცებ კინოს კეთების დაწყების და მე თვითონ დავამონტაჟე და ეგეც მან ვისწავლე მეტნაკლებად ანუ ტექნიკურად მონტაჟი იმიტომ რომ მანამდე საერთოდ არ მქონდა დამონტაჟებული და ძალიან დიდი ხანი მომონტაჟებდი ბოლოს რაღაც დავამთავრე და ნუ 1-10-მა ჩვენმა მეგობარმა ალბათ ნახა ეგ ფილმი და მან დამთავრდა მე გერმანიაში წავედი მე წავედი გერმანიაში და იქაც ისე წავედი რომ დიდად გადაწყვეტილი არ მქონდა რომ რეჟისორი უნდა გამختارიყო მაგრამ რაღაც მგონია რომ უკვე ეგ ფიქრი ალბათ იყო რომ რაც კინოსთან კავშირი მინდა მაგრამ ეხ პროდიუსინგიც რაღაც მაშინ მაინტერესებდა უფრო აუ რა მაინტერესებს იცი ცოტა რომ მოყვეთ ამ გერმანიაში ამ განათლებაზე ეს კინო აკადემია არის ხო ეგ არ არის ასე თქვა რაღაც სამეცნიერო საწახოში ბერლინ რა ქვია მაგას ბერლინ ბრანდ DFFB ესე ქვია და ხო ანუ იდეაში არის კინო სკოლა ან კინო აკადემია რომელიც ცოტა სხვანაირია ვიდრე სხვა ანუ უნივერსიტეტი არ არის ოფიციალურად ქაღალდზე უნივერსიტეტი არ არის ხო მაგრამ ნუ თან უნივერსიტეტიც არის რეალურად მოხვედრა ადვილი იყო თუ ძნელია თუ როგორ არის მოხვედრა სხვანაირად ხდება ვიდრე თქვა სხვა უნივერსიტეტებში ანუ რაღაც გამოცდა ორ ნაბიჯიანი არის ონლაინ და მე უკვე რაღაც გასაუბრება და წერა და რაღაცა და ნუ მანდაც ძალიან დიდი თავგადასავლებით და რაღაც გაწელილი პროცესი იყო იმიტომ რომ წასვლაც მაშინ სავიზო რეჟიმი უვიზო რეჟიმი არ იყო ჯერ და ვერ მივდიოდი და ნუ მე რაღაც გრძელი ისტორია იყო და ნუ მე იქაც რაღაც გერმანულიც ჯერ კიდე კარგად არ ვიცოდი ამიტომ ეს გასაუბრებაც რთული იქ რას უნდა დაწერო ერთ-ერთი რას უნდა დაგეწერა იყო რომ დავალება იყო რომ ბოლოს რა ფილმიც ნახე იმის რაც გარჩევა დაწერეო და ხო რა ჯერ თვითონ ენა როს ეგრე რო არ ფლობ ხა დაწერო თქო გერმანულად მასწავლება ხო და რაღაც ისუელი თუ ნაკებულს და ნუ მოიტყვები და ის რახე ახლა ხო არ შეგამოწმე მე მქონდა ერთხელ და გადავწყვეტ რომ გულწრფელად რატომღაც მეფასუხა და რაღაც ინგლისურის ოლიმპიადაზე ყო და ბოლოს რა წიგნი წაიკითხო და ზლატან იბრაჰიმოვიჩის ავტობიოგრაფია იყო და დაუწერე და რაღაც ჩაგამაგდეს ხო არა მე აი რაც ყოტე ამბობს ეგ ქენი რომ ანუ ერთი მივხვდი რომ არ უნდა მეთქვა ის რაც ბოლოს ნახე და მეორე მივხვდი რომ ისეთ ფილმზე უნდა დამეწერო რომელიც ნანახი არ იქნებოდათ რო ანუ მე რასაც გინდა იმას წერ რეალურად რა და მაშინ ახალი გამოსული იყო ფილმი სვანი
ჯაჭულიანის. ხო, და ნუ რაღაც მეც ნანახი არ მქონდა. ანუ ეგეც რაღაც ბოლომდე თავისუფალი ხარ მაგ დროს რა, ანუ იდეაში და ისეთი ფილმი უნდა ყოფილიყო, რომელსაც ვერასდროს ვერ ნახავდნენ რა. და ნუ რაღაცა ტექსტი დავწერე არარსებულ ფილმზე რა და გაამართლა. რომ მოინახა ცოტა. ეგ სვანი სხვათა შორის ისეთი პოპულარული ფილმი იყო საქართველოში. მე ყველას დაავიწყდათ, მაგრამ იმ დროს ბევრმა ხალხმა ნახა. ხო და მაგიტო იყო რომ გამახსენდა ალბათ რა. მე იქ ანუ იქ იყავი თუ აი მიდიმოდიოდი თუ აი როგორ იქ ვიყავ, ნუ ძირითადად იქ ვიყავ პირველი რამდენიმე წელი, 12 წელი ვიყავ ის უნივერსიტეტში. პირველი 5 წელი. რამდენი წელი? ხო, ანუ 12? მე ფილმებს იღებდი ხო? ხო. შენ იყავი 12 თუ ესეთი ეგრე ახოლმე რა. ანუ რეჟისორები დიდი ხანი არიან, პროდიუსერები, ოპერატორები უფრო შედარებით მალე ამთავრებენ. ჩემმა ჯგუფელმა 2008-ში ვისთან ერთადაც დავიწყე, წელს დაამთავრა. ანუ შარშან 17 წელი იყო რა. მაგრამ ნუ იმიტომ რომ ბოლო 5 წელი დოკუმენტურს აკეთებდა და ხო, ჩაითვალა იმაში ხო რა, და ნუ მეც ახლა ეგრე ბოლოს 2 სრულმეტრაჟიანი რაც გადავიღე 6 წელი კი დაჭირდა 2 ფილმს და ნუ ეგ იყო და მანამდე. მაგრამ აქ დაუშვათ სტანდარტულად 4 წელი არის. აქ თუ მეაბარებს თეატრალურში. უმეტეს იქაც გერმანიაში სხვა კინოსკოლებში ეგრეა. ხო, ბაკალავრია და მე შეგიძლია მასტერი. და ეხა შენ რა ფილმების გადაიღე, ჩაითვალა რომ ის უნივერსიტეტი თუ ინსტიტუტი თუ რაც ქვია, რა ქვია მაგას ინსტიტუტს ვიზახი ხოლმე, ჩემი შვილი დამცინის არ ვიცი. მაგრამ მე ინსტიტუტი დავამთავრე. ხო და ანუ ეს ფილმები სანამ გადაიღებდი, ითვლება რომ სწავლობ. ითვლება რომ სწავლობდი და თან ნუ შენთვის კარგი იმიტომ არის რომ უნივერსიტეტის ბაზაზე აკეთებ რა, ანუ ბოლოს წინა ფილმი და კიდე ანუ პირველი ჩემი 2 სრულმეტრაჟიანი ფილმი უნივერსიტეტში გავაკეთე შესაბამისად. იქ შემეძლო დამონტაჟებდა და მე მთელი პოსტპროდუქციაც იქ ხდებოდა და ნუ პოსტპროდუქცია ყველაზე ძვირიანი. და ეს უნივერსიტეტის ბაზაზე ანუ უფასო იყო ეგრე გამოდის. ხო. ხო, ეგ. ნუ გარდა მონტაჟისა მის მიქსი, ფერი რაღაცა ესა, ანუ ყველაფერი. მთელი პოსტი მოკლედ. ხო. მაგიტო გაწყობს რა, რომ იყო და შეიძლება სხვა რაღაც პროექტს აკეთებდი და იმისთვის რაღაც ტექნიკა გამოიყენო. სტუდენტი რო ხარ, მე რაღაც მუზეუმში ნახევარფასად შედიხარ, უბრალოდ რაღაც დროს მივხვდი, რომ ყველა ჩემ მეგობარში ბოლო სტუდენტი ვიყავი და მივხვდი, რომ უნდა დავემთავრებინა რა, ანუ რაც აღარ შეესაბამებოდა რაღაც დროს. არა, ზოგადად წერტის როგორ შეგეძლო რომ არ შენზეა, არ დავამთავრე. არა, ნუ ეხა ეს აი რას ხედავთ, როდესაც სასუყურებთ, იყო სადიპლომო ფილმი, მაგას რომ ამთავრებთ, მე კიდე მინდა ვერ იტყვი, მაგრამ რომ დომოდა თქვა ალბათ წინა ფილმითაც დავამთავრებდი ბევრი, მაგას შვება ხოლმე რომ თქვა სრულმეტრაჟიანი თუ გადაიღო, უთან ხვდება რომ მოდი რა დავამთავრებინე. მაგრამ ნუ მაგითი რეალურად მე ნიშნავს რომ გამოტოვე კიდე ერთი შესაძლებლობა რა, ერთი ფილმის, იმიტომ პოსტპროდუქციის გარდა კიდე რაღაცა ფინანსური საშუალებებიც აქვს უნივერსიტეტს რომ ფილმზე დაგეხმაროს. რა, ოკეი. გაძლევენ ფულსაც რაღაც. ხო, ანუ ყველა დიპლომს ეკუთვნის რაღაცა რა. იქ რო იყავე რამდენად ეს გერმანულ კინოში და კინემატოგრაფისტებში აი რამდენად გაერიე მაგ თემაში რამდენად ბევრ გერმანულ კინოს უყურე მაგალითად ზოგადად ანუ აი იქ ვინც გასწავლი და დაუშვათ ვინ იყვნენ თუ საერთაშორისო პონტი არის როგორ ხო ვერ ვიტყვი რაღაც მაინც და მაინც გერმანულ თვითონ კურსიც საერთაშორისო მეგე არ იყო მაინც და მაინც გერმანული გერმანელებიც იყვნენ რა თქმა უნდა მაგრამ გერმანულად სწავლობდით გერმანულად სწავლობდით ხო და ხო ანუ არ დიდათ ესე ну ხო ვიღაც შეიძლება გასწავლიდეს ვიღაცა მოდიოდეს რაღაც ვორქშოპზე რაღაცა ვიღაცებს ესე იცნობ მაგრამ სხვა რაღაც ეგრე ღრმად დიდათ მაგ სამყაროში არ შევსულო ვინმე შეიძლება არ იცოდეს ახლა ჩვენ მაყურებლებიდან ჩვენ პირველი და მესამე ფილმი ძალიან არასტანდარტულია იმ მხრივ რომ გადაღებულია მობილური ტელეფონით ხო ახლა ბოლო ფილმი განსაკუთრებით რაღაცა დიდი გამოხმაურება მოყვა და ხა უკვირდა ხალხს ხა ბევრს ხა რა და ეგ რომ მოგვიყო რატო მოდი პირველზე ნუ გადავახტებით ბოლოზე ნუ გადავა არა პირველზე მიდგომას ვიძახი პირველი და მესამეც ეგრე არის ხო და ეს მობილური გადავიდეთ უკვე შენ გადაღებული მე სხვათა შორის ისიც რა ნახი მაგ ბზიურში ვნახე შენი სტუდენტური ფილმები 2 თუ 3 ფილმი მოკლეები ხო და მე უკვე ეგენი გადაიღე და მე უკვე ეგრევე გადაიღე თუ როგორ იყო ანუ ხო პირველი სრულმეტრაჟიანი იყო ნეტა აღარასდროს მოვიდეს საფხული რაც არის იქ იმ სისტემაში ერქვა დიპლომის წინა ნამუშევარი ანუ
რამდენიმე ფილმი რომელიც უნდა გადაიღო, ანუ პირველი კურსის ბოლოს უნდა გადაიღო, მეორე კურსის ბოლოს უნდა გადაიღო. რამე და მერე არის უკვე რაღაც თავისუფალი დრო გაქვს, მაგრამ კიდე ორი ფილმი უეჭველი უნდა გადაიღო, დიპლომის წინა და სადიპლომო და ეგ იყო დიპლომის წინა პროექტი. სადაც ცოტა მეტი საშუალება გაქვს ვიდრე სხვა ფილმებზე, მაგრამ მაინც ითვლება რომ მოკლე ფილმი უნდა იყოს. და ნუ მაგის გეუბნებიან რომ უნდა იყოს მოკლე, იმიტომ რომ გეუბნებიან რომ ტექნიკას დიდი ხანი ვერ მოგცემ და რამდენი ხანიც მოგცემ იმაში ვერ მოვასწრებ სრულის გადაღებას და პოსტპროდუქციასაც დიდი ხანი, ანუ ხმის მიქსს და რაღაცას დიდი ხანი ვერ მოგცემთ. ამიტომ გადაიღე მოკლე, მაგრამ ნუ და ეგ პრობლემა სულ გაქვს, ანუ ის წლები რაც იქ ხარ, სულ რაღაცის გადაღება გინდა, მაგრამ სულ შეზღუდული ხარ მაგაში, რომ 3 გადასაღები დღე, 4-5 ერთი დღე მიქსინგი და ანუ რაღაც სულ გინდა რომ მეტ იქნა, მაგრამ სხვადასხვა მეთოდებით იჭრება სულ ეგ დრო და მაგიტომ მე ეს ტელეფონი რო აღმოაჩინე, მივხვდი რომ იდეაში არაფერი არ მინდა, გარდა რაც მე პოსტპროდუქციისა, მაგრამ არაფერ ტექნიკას არ თხოვ. და რამე ნახე მსგავსი ფილმი თუ უბრალოდ შენ რო იღებდი რაღაცა. ხო, ეგ კიდე სხვა საკითხია, თვითონ ეგ სურვილი საიდან წამოვიდა, იმიტომ რომ რავი, ძალიან დიდი ხანი რო ვიყიდე ეგ ტელეფონი, ვიყიდე რაღაც შემთხვევით. რომელი ტელეფონია ეგეც? ეგ არის Sony Ericsson W595. რომელი წელი? ანუ 2008. უნდა გამოვიდნენ ბოლოს შენთან ხაზზე რა. აღარ არის Sony Ericsson დაიშალა. ვინც ააწყო ეგ ტელეფონი. ხო, ვიღაც გენიოსი იყო რა. მაგრამ ეგეცაც შემთხვევით ვიყიდე, ანუ იდეაში Walkman-ს რა ნუ ტელეფონს ვეძებდი, რომ თან მუსიკისთვისაც მომესმინა და ამ მაღაზიაში რომ მივედი, მირჩია კონსულტანტმა ეს, იმიტომ რომ ეგ არის Sony Ericsson Walkman ესე ქვია. ანუ რაც კაი მენიუ აქვს მუსიკის მოსასმენად, ეს ჩიპი მოყვება 2 გიგაბაიტიანი რო ზედ მუსიკა ჩაწერო. და ნუ იდეაში მაგიტო წამოვიღე და მე ნელ-ნელა ვნახე რომ რაღაც კარგად რა ისე იღებს როგორც იღებს და რაც პირველად იყო რომ ჩემი გადაღებული ფოტო მომეწონა ცხოვრებაში, მანამდე არასდროს ეგ შეგრძნება გამოცდილი არ მქონდა. და რაღაც ჩამithრია ძალიან მაგ გაოცებამ, რომ თურმე მეც შემიძლია რაღაცის გაკეთება, რაც მეც მომწონს. და ანუ ცოტა ეხა მივხვდი რომ მაგაზე რაღაც გადამეკეტა მაგ გრძნობაზე რა, რომ რაღაცას რო ნახულობ და რომ მოგწონს რაც შენ გააკეთე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფოტო გადავიღე მას მერე რა, ანუ აი დღეს რაღაც ვაკოპირებდი ფაილებს ერთ რამდენიმე თვის წინ და სადღაც 250,000 ფოტო მაქვს რა გადაღებული და მაგაც წლებზე რო ანაწილებ, რამდენ წელიწადში გადავიღე, ნუ ძალიან ბევრი გამოდის, ნიშნავს რომ ძალიან ბევრია. ხო, ყოველ დღე ბევრ ფოტოს იღებ რა. და ნუ რაღაც მაგ ობსესიით მე გავიცანი ეგ აპარატი, იმიტომ რომ აი სუთა მქონდა და სულ ვიღებდი. და ეგეთი არის ცოტა ის პირველი ფილმიც ეგეთი გამოვიდა, რომ თბილისში ვიყავი ხოლმე და სუთა მქონდა პატარა შტატივი და ტელეფონი და სულ ვიღებდი რა. და ეგ იდეა საიდან გაქვს თვითონ ფილმი, ანუ ოკეი, ფორმაზე გავიგე რომ ისიც იყო, მოკლედ ფორმაც მოგეწონა და გამოსავალიც იყო, ანუ ორი ერთში იყო, ანუ ხო, გამოსავალზე ეგრე პირდაპირ არ მიფიქრე. უფრო პირველი რაღაც აღფრთოვანება იყო იმითი, რომ აი ეგ რაღაცა რომ ლამაზია რა. და არა, გამოსავალი მე იმას გეუბნები, რომ ჩარჩოში აღარ ჩაჯექი, ანუ ამით მივხვდი, რომ რა ხელ ფილმსაც გინდა იმ ხელს და ეგეც არის. ხო. ხო, რა თქმა უნდა, ხო, რაღაც იმიტომ რომ ეგ ფოტოების მერე გამოჩნდა, რომ აღმოჩნდა რომ ვიდეოებიც შეუძლია და რაღაც ეგ ვიდეოებიც რომ იდეაში კარგია. მე დავტესტე რა უნივერსიტეტის კინოთეატრში, რომ ანუ ხა კომპიუტერში რაც კაია, არ არის ყოველთვის კაი კინოში. ეგეც ვნახე რომ კიდევ რაღაც მანდ მივხვდი რომ უკეთესია რა, დიდად. და ხო, ანუ რაღაც დიდი ხანი ვფიქრობდი, მაინც რაღაც მაგ გადაწყვეტილებას ვერ ვიღებდი, რომ უნდა ვქნა თუ არა. ვინმე ამ შემთხვევაში აი პედაგოგს ვინმეს კითხე, აჩვენე არა. არა, უბრალოდ რაღაც დაბადების დღეზე ვიყავი ჩემ პედაგოგთან. და ძალიან დავთვერი და აი ძალიან თვალზე უცებ მივხვდი, რომ აი რატო არა. ან მეგეც რაღაც ალკოჰოლი მაინც კაი რაღაცაა, ისედაც და ნუ რაღაცის გაბედვის მხრივ და ეგ დღე მახსოვს, რომ უცებ
ისედაც გადავწყვეტდი ალბათ, იმიტომ რომ რეალურად რა მიზეზი უნდა იყოს, ეხლა რაღაც არ ცადო, მაგრამ მაგ საღამოს მახსოვს, რომ რაღაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მივიღე გადაწყვეტილება. ხანდახან ეგეთ გადაწყვეტილებებს ალკოჰოლის მეორე დღეს ცვლი, მაგრამ აქ პირიქით რაღაც მეორე დღეს ძამბედნიერი ვიყავი, რომ ხო. უბრალოდ მივხვდი. და იცოდი გინდოდა საქართველოში გადაღება, ეგეც თქვათ, როგორც თქვი ბოჭორა შენ ბავშვობის მეგობარი იყო, ის ეგეც იცოდი ალბათ რომ ბოჭორა უნდა გადაიღო, თუ არა? ეგენ ნელ-ნელა დაემატემ თვითონ ვიცოდი, გადავწყვიტ მინდოდა რომ სრულმეტრაჟიანი ფილმი გადამეღო საქართველოში დანარჩენი არაფერი არ ვიცოდი. დანარჩენი მე აეწყო თქვათ ის ამბავიც და ფორმაც და ყველაფერი რა. ხო და აი ფორმა მაინტერესებს. ფორმა რომელიც პრინციპში შენ ფილმებშია და ამ პირველ ფილმშიც და მეორეშიც და პრინციპში მესამეშიც, მაგრამ მე მართალი გითხრა არ მინახავს სხვაგან რას გულისხმობ ამ შემთხვევაში რა, რომ აი ამდენი ხანი უცებ რაღაცა გენერალური ხაზიდან გადახვევები, რა ვიცი, რომელიც მე ხა პირდაპირ გეტყვი რომ ძალიან მომწონს. მაგრამ სხვაგან რა ვიცი, ეს ვინმესგან თუ საიდან აი რაღაცა ხდება და უცებ გვერდზე გადადიხარ და იმ ამბავში მტოვებ, кайხანი, მე კი მაბრუნებ, მაგრამ ხო და ეგეც ჩემი აზრით მოიტანა ამ აპარატმა. ერთი, იმიტომ რომ სცენარი რაც იყო, იმას ხო ვიღებდით, მაგრამ სანამ მე გადასაღებ მოედანზე, ნუ მოედანი რა 3-4 კაცი ვიყავით ხოლმე ალბათ, მაგრამ მაინც თქვა დაგეგმილ გადაღებაზე მივიდოდი. გზაშიც ვიღებდი რაღაცეებს. მე იქაც ვიღებდი, მე ყველანი რო წავიდოდნენ, კიდე იქ რჩებოდი ხოლმე და იქვე კიდე რაღაცეებს ვიღებდი და შეიძლება თქვა კიდე იგივე ადგილას 1-5 კიდე მარტო მივსულიყავი. ეგეც იმიტომ რომ რაღაც ჯერს ერთი ეს აპარატი მაგის დროს და საშუალებას გაძლევს და თან რაღაც მაგანაც ძალიან ჩამithრია ამ რაღაც ადგილებზე რაღაცების აღმოჩენამ, რაც დაგეგმილი არ მქონდა. ნუ რაღაც მაგას მივხვდი, რომ ხშირად შენ შეიძლება რაღაც დაგეგმო, დადგა და მაგას იღებდე და ამ დროს სულ რაღაც გეხედება უკან, იმიტომ რომ ისეთი რაღაც ხდება, რომ ვერც დადგავ და ვერც მოიფიქრებ. და ეხლა როცა დიდი გადაღება გაქვს, მაგ დროს კამერა მოატრიალა, ნუ არ გამოვა, მაგრამ ამ კამერას ატრიალებ, როცა გინდა. და მაგ საშუალებით აეწყო ეგეც შერასწავლა, იმიტომ რომ ერთის მხრივ სცენარში ცოტა იყო ეგ რაღაცები, ამბები, რომლებიც იმ დროს ხდება, რომ როდესაც სცენარში რა ამბავიც არის, ის ხდება. რაღაც პარალელური დინებები, მაგრამ მაგდენი არ იყო, ბევრად ცოტა იყო. მაგრამ რაღაცები მე მაგ ადგილებიდან გამომდინარე დაემატა, სადაც ვიღებდით ხოლმე. რაღაცები უბრალოდ როცა ჩამოდიოდი ხოლმე საქართველოში რაღაცებს ვიღებდი, სანამ მაგ სცენას დავწერდი საერთოდ უბრალოდ. და მე ეგ რაღაცები და მე ეგ სულ მიდის მე მაგზის ძიება, როგორ შეიძლება ეს მასალა გახდეს ამ ფილმის ნაწილი და ნუ მან შეიძლება უცებ მივხვდე რომ რაღაც კიდე ერთი კადრი თუ გადაიღე, შეიძლება რაღაც ეს ამბავი ამას მიაბა. ან შეიძლება რაღაც მუსიკით მიაბა, ნუ სხვადასხვა გზებით. და ნუ ეგ რაღაც საინტერესო დავალებაა ხოლმე, რომ რაღაც კადრი გაქვს, რომელიც ძალიან მოგწონს. არ ვიცი როგორ ადის კაცი კიბეზე და კიდებს ნატურას, რომელიც შემთხვევით გადაიღე სადღაც სოლოლაკში. მე მაგაზე ფიქრობ, რომ ამ წყობას კადრების როგორ შეიძლება ეს მივა, ან უბრალოდ ჩავსვა თუ კიდე შეიძლება რაღაცით მიებას, იმიტომ რომ ნუ იდეაში ეს გინდა რომ გამოიყენო. მე დანარჩენი ყველაფერი მიზეზი ხდება იმისთვის, რომ ეს კადრიც გამოჩნდეს. და მაგიტომ მგონია, რომ რაღაც დონეზე შეიძლება ყოფილიყო ეგ სხვა ფილმებშიც, მაგრამ ძირითადად მოიტანა ამ საშუალებამ და ამ რაღაც მასალამ, რომელიც დაგროვებული მქონდა და იმ სურვილმა, რომ ეგ მასალა დამეკავშირებინა სცენართან. ამ ამბავთ. აი გიორგი იმიტომ ის არის, რომ არ გაქვს შენ ეს ფილმი ნახი და ამიტომ მოარდა. მithქვამს კიდე ჩვენთვის რა, ეგ ფილმი რო გამოვიდა, მაშინ ხა არ გიცნობენ ესე კარგად აქ ხო და ეხა ბოლო ორი ფილმით ბევრად უფრო ხა ვის კინოს ჩახედული არის. ადევნოს პროცესს ფალყურს. მე მგონია რომ ეხლა არ ვიცი ვინმე თუ დაინტერესდება არის ხო სულ რაღაც ჩვენებები. მე მგონია რომ იქნება ინტერესი ეხლა თუ მოხერხდა ამ ფილმის ჩვენება. მოკლედ გვაჩვენე კიდევ ერთხელ მე
მეც ვთხოვე, მეც არ მქონდა ნანახი და ერთხელ ვთხოვე სანდოს და სახში უყურე, ხო და უბრალოდ ეგ ეკრანზე მე მგონია რომ ამ მე რას ნანახი მაქვს ამ ბოლო ორი ფილმიდან გამომდინარე, ეგეც მგონია რომ აუცილებლად დიდ ეკრანზეა სანახავი. ხა მე მაგალითად ისიც მეორე ფილმი რომელსაც გადავალთ ალბათ. ერთ წამს არ გადავალთ აქ ბარემა უწვა ბოდიში შენთან ნანახი არ გაქვს, მაგრამ რამდენიმე კითხვა კიდე მაქვს. პირველი რაც უნდა მეთქვა დამავიწყდა. ხო, ნუ და ეგეც უნდა ვთქვათ ახლა ვინც მე მოვა სანახავად რომ რამ სიგრძეა ფილმი? 3 და 22. 3 და 22. შენი რეკორდია ამ სამ ფილმში ჯერჯერობით ყველაზე გრძელი ეგ არის. არც ხვები არ არის მოკლე, მაგრამ ხო და კიდე აი რა მაინტერესებს, შეიძლება ცოტა პროვოკაციული კითხვა არის თუ არა, ამბავი არის სიყვარულზე. ერთვინ შევა ძალიან მაგარ სიყვარულზე. რატო არის კაცების სიყვარულზე? აი ეს მართალი ხარ სხვანაირად მქონდა დაგეგმილი რა. ხო. ეგ ამბავი, მაგრამ მე ეგ შევცვალე 17 მაისი იყო, ხო? ხო, აი ეს მერე. იმიტომ რომ ხო იქ ვიყავი, არ ვიყავი, კადრები ვნახე და ნუ მახსოვს რომ ძალიან, რაც იყო. და მივხვდი რომ რაღაცა მაგ თემაზე ჩემი აზრის აზრის დაფიქსირება რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაც ჩემი მივხვდი რომ მეც მინდოდა რომ რაღაცა მეთქვა რა. всё, აი ხო ეგ კითხვა და ძალიან ისეთი ლოგიკური პასუხია და ვინც ვაგებს აკეთებს, უნდა იცოდნენ რომ პირიქით ხდება ხოლმე და უკუ რეაქცია არის ხშირად მაგ რაღაცეებს. ხო, არ ძალიან ხო. მოკლედ ეს ფილმი ისეთი ფილმია რა, მე ბოლო ვნახე, არა ხო. აღარ მახსოვს რომელი ფილმების ბოლო ფილმი ნანახი მქონდა თუ არა, მაგრამ ხო, ნუ ძალიან ისეთი სანახავ. სხვათა შორის შენ რომ მომეცი მაგ ფილმის ლინკი 3 და რამდენიაო? რა ვიფიქრე, იცი მე თქვი შევხედავ თან ცოტა იქნებ მე თქვი გადავახვიოს ვარიანტში, მაგრამ რავი რომ პირველივე კადრიდან რომ დამithრია ბოლომდე ესე მონოსხული უყურებდი მოკლედ მაგ ფილმს. არ ვიცი ახლა, всё, მოხით რადგან შენ ნანახი არ გაქვს დავამთავრეთ მაგ ფილმს. მინდოდა მეკითხა ეგ პირველი ფილმი თბილისში არის მოქმედება, ხო? თავიდან ბოლომდე. მეორე ფილმი არის ქუთაისში, მაგრამ კიდე შენ დერვიდან ვიცი რომ შუაში კიდე ქონდა დაგეგმილი ბათუმში უნდა ყოფილიყო და არ გამოვიდა ის მაშინის პროექტი. ვერ გავაკეთე, ანუ პირველი ფილმის მერე რაც თქვი რომ იყო დიპლომის წინა, მე რომ გეგმავდი დიპლომს, რომელიც მინდა გადამეღო ბათუმში. და ერთი წელი დაახლოებით ვიყავი ბათუმში და დავწერე იქ სცენარი, მაგრამ მე რომ მორჩი ამ სცენარს და რაღაც პროდიუსერს რო შევხვდი და თან ეგ უნდა ყოფილიყო სადიპლომო, ამიტომ უნივერსიტეტის ჩვენი აკადემიის რაღაც დირექტორს რაღაც მივხვდით რომ უშველებელი პროექტი იყო, ანუ მაშინ კი არა, დღესაც გამიჭირდებოდა თქვათ მაგის დაფინანსება. ოკეი. და უბრალოდ მაშინ რაღაც მაგის გამოცდილება არ მქონდა და ცოტა თან ტელეფონზე არ გადაღება მაგ ფილმს არ მინდოდა და მაგიტო იყო რომ მივხვდით რომ შეუძლებელი იქნებოდა. ეს პროექტი გააქვს კიდე იმაში თუ მაქვს ხო რაღაც ეგეც მაგ და კიდე რაღაც მაგის მერე რაღაც პრიკველიც დავწერე და იმის გაკეთებაც მინდა რაღაც, მაგრამ ნუ ჯერჯერობით არ ვიცი ხა ძალიან გადაიწია, იმიტომ რომ უკვე რაღაც კიდე სხვა რაღაცეებიც მომინდა მერე და ცოტა ვეღარ ხვდი. ისე გამოვიდოდა ხო რაღაც თბილისი საქართველოს დიდი ქალაქების ხო რაღაცა. ხო. გადავიდეთ ახლა ქუთაისზე და ხო და ხო რას ხედავთ როცა ცას ვუყურებთ, ეს ალბათ მაინც ყველაზე ცნობილი ფილმი არის, ხო? მე კიდე მახსოვს სიმართლე რო თქვა ხა დიდად არაფერ ხა შუაში როგორ არ არის, მაგრამ მახსოვს რომ დაეხმარა ეს კიდე რაღაც მეორე სიცოცხლე მიეცა ევროპის ჩემპიონატზე რო გავიდა საქართველოს და თან პატარა როლი აქვს ბუდუზი ვზივაძეს მაგ ფილმში და ეს რაღაც წარმოუდგენელი ტალღარო იყო და სიყვარულეს ბუდუსთან რაღაც პერსონაჟია, ხო? ძალიან ისე შეუყვარდა ხალხს. მახსოვს რომ კავიაზეც რო ატირებდა ეს ბუდუს და გიორგი ბოჭორიშვილის კადრი იყო და რაღაც და მეც მახსოვს ბავშვებს ვურჩევდი ხოლმე ამ ფილმს, რაც ლექციებს ვკითხულობდი და ქართულზე ცოტა ვიტყუებოდი, ეგრე გამოდიოდა ახლა ბუდუს როლი, პატარა როლი აქვს და რა თქმა უნდა მაგრამ მნიშვნელოვანი. ხო. და ბათუმიდან მოკლედ ქუთაისში გადმოხვია, ქუთაისში ცხოვრობდი, ხო, რაღაც პერიოდი. დაახლოებით იმდენი ხანი, რამდენიც ბათუმში მანამდე, 1 წელი ალბათ.
და ეგეთი იყო რომ იმიტომ რომ ეგ სცენარი იყო ბათუმში მივხვდი რომ კიდე ახალი სცენარის ისევ ბათუმისთვის დაწერა არ ღირდა რახან აქვს ბათუმს თავისი ფილმი და როცა მაგის დრო მოვა მაგასაც გავაკეთებ და ნუ რაღაც სხვა ქალაქი იმიტომ რომ თბილისი არ მინდოდა იმიტომ რომ წინა ფილმი იყო აქ და აი კოტემ ნახა ძალიან გრძელი ფილმია და ძალიან ბევრი კუთხე თბილისის გადაღებული ამ ფილმში და რაღაც საკმარისი იყო იმ დროისთვის და მაგიტო რაღაც შემდეგი ნუ ვიფიქრე რომ ალბათ ქუთაისის მაშინ არ ვიცნობდი კარგად და ძალიან მაინტერესებდა ანუაც ქუთაისის გაცნობა და მაგაზე კაი გზა რო ქალაქი გაიცნო რა ფილმი გადაიღო არ არსებობს რეალურად და ერთ-ერთი თავარი როლში არის ქალაქი პრინციპში ეგრე გამოვიდა ხო თავიდან სხვანაირად დავწერე იმიტომ რომ ისევ აი პირველი ფილმი რაც არის თბილისშია და ძალიან ბევრ ადგილს მოიცავს და რაც ეგეთი ქალაქის პერსონაჟია ფილმის და მაგის გამეორება რეალურად არ მინდოდა და მაგიტო ვიფიქრე რომ ქუთაისში გადავიღებთ ხო და მარტო ერთ ადგილას აი თეთრ ხიდთან და იქვე იქნებოდა კაფე და რაც ეგეთი გეგმა მქონდა რომ მარტო იქ ყოფილიყო ფილმის 90% მაგრამ მე ძალიან ჩაგვითრია თვითონ ქუთაისმა ანუ იქ რამდენ დიდი დრო რო გავატარეთ სულ რაღაცებს ნახულობდით რაც ძალიან მოგწონდა და გვინდოდა რომ ფილმის ნაწილი გამختارიყო და ამიტომ მანდაც მე შევეშვი იმ იდეას რომ მარტო ერთ ადგილას ყოფილიყო და არის ისევ ძალიან ბევრ ადგილას. არა თან ერთი მომენტი არ ვიცი ზუსტად ყვება თუ არ მახსოვს ერთი პერსონაჟი მეორეს უყვება როგორ მივიდეს იქ და არ ვიცი იმდენ რაღაცა იქ მოყოლილი და იქ როგორ მოხდეს და ნუ მთელი ქალაქი თამაშობს ამ ფილმში რა ეგრე გამოდის რაღაცა და ესთეტიკა უღონც უსხვანაირია ანუ მან ძალიან ლამაზი ფილმია უნდა ვთქვათ და თვითონ კამერა უკვე ოპერატორიც მნიშვნელოვანია მან პირველში და მესამეში თუ შეხარ და შენი ტელეფონი აქ უკვე კამერა არის და კამერამენი. უცხოელი ოპერატორია. ხო, ირანელი ხო, როგორც მახსოვს. ხო, ანუ ეგეც იმიტომ მოხდა ეგრე რომ სადიპლომო ფილმია და ვალდებული ხარ რომ უნივერსიტეტიდან ყავდეს ოპერატორი. ოკეი. და ნუაც ეგრე, იმიტომ რომ მაშინ ვერ წარმომედგინა რომ საქართველოში გადაიღო არა ქართულს, იმიტომ რომ ოპერატორი რაღაც იმ ადგილს და იმ სამყაროს უნდა იცნობდეს, სადაც მუშაობს და მაგრამ მაინც აღმოჩნდა რომ ირანელი ადამიანისთვის აქაურობა არ არის ისეთი ეგზოტიკური რა. ან ძალიან სახლში, ეხლაც აქ არის და ძალიან სახლში გზნობს თავს. არა, ბარსა კარგად და ის ქალაქი როგორც ჩანს, კარგად არჩენ არ იცნობდი არც ის და ერთად გაიცანით, ხო, ეგრე გამოვიდა. ანუ რეალურად ერთი წელი გავატარეთ ერთად იქ და ერთნაირად და ერთდროულად შეგვიყვარდა და ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ოპერატორს შეუყვარდა ის ადგილი. იმიტომ რაც მე მაგის ძალიან ჯერა, რომ გრძნობები რეალურად გადამწყვეტია რა და იმიტომ რომ თვითონ ეგრე მაგ განწყობით მუშაობდა, რაღაც მგონია რომ ფილმშიც ეგ იგრძნობა. იგრძნობა კი, უდაოდ იგრძნობა. ცივი გულით რო ემუშავა, მაშინ შენ რაც არ უნდა იცოდო, კამერა ვისაც უჭირავს, იმის განწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად შენ ფილმებში არის რაღაც თემები არის რომ მეორდება ხოლმე და ერთ-ერთი საკვანძო თემა არის ნუ ვახსენეთ კიდეც ფეხბურთი და ანუ ესე იგი ფეხბურთელია თვითონ თავარი გმირი ხა არ ვიცი სიუჟეტის მოყოლა ალბათ არ ხო მაგრამ ეხლა ფეხბურთელი რო არის ეგრა სიუჟეტის მოყოლა არა ხო არ არის ალბათ კონდა მაგრამ ანუ ესე იგი დრო რაღაც ისეთი არის ხო ცოტა თითქოს ასე რომ უყურებ არ არის მაინდა-მაინც ხა მაგრამ ერთი აი დრო რაც არის იცი რომ 2014 წლის სოფლიო ჩემპიონატი მიდის ფონად და ეს მესის გულშემატკივრობს თავარი გმირი და რაღაცნაირად აკვირდება რეჟისორიც აშკარად ხო არა ეგ ასაგებია ხო და ოღონდ თან მე 2018 წლის სოფლიო იყო რაღაც გადაიღე ხო 2018 წლის ანუ იქ რეალურად მიდის რა წარმოსახვითი ჩემპიონატი ანუ 14-იც არ არის მაგრამ არგენტინა გერმანია არიან ფინალში ან მაინც რაც ეგრე მახსოვს რა ვინ არის ფინალში ზუსტად ეგრე მახსოვს რომ არგენტინა გერმანია იყო და ხო ნუ ეს ხა არა ანუ არ ვახსენებთ ხო მაგას
ხო, მაგრამ მე რაც ძალიან მომეწონა მერე უკვე რაღაც პერიოდი რო გავიდა, ესე იგი, ხო, რაღაც აბსტრაქტული ჩემპიონატი, რომელსაც არგენტინა იგებს და მესი იგებს. ხო, მაშინ არ ქონდა მესის არაფერი მოგებული და შენ გამოიყენე ხელოვნება და რაღაც როგორც გინდოდა ესე გააკეთე. ხო, მესი მოაგებინა, მაგრამ მე მესი მართლა მოიგო 2022-ში მსოფლიო და ეხა ვიღაცამ რო ჩართოს ეს ფილმი, შეიძლება იფიქროს უკვე რომ რაღაც არიცოს რომ წელს არის გადაღებული და რაღაც არა პირიქით რაღაც მე მგონი კარგად საინტერესო წავიდა ეგ პროცესი. სხვა შორის მესიზე მახსოვს 22 წლის ფინალი რო იყო ღმეა პირიქით ვედაკვატა ბრაზილიას გულ შემატკივრობს. მაგრამ ნუ არავისკენ არ ვიყავი რა არგენტინას აფრანგეთს უნდა გითხრას უნდა იცოდეთ. ბრაზილიის გულ შემატკივრობა 22 წელი არაფერი არ მოუგიათ თუ რამდენი ხანია ხო მეტი. ხო ძალიან საინტერესო რაღაც მითხრა რეზი ხუნწელი არ ეგეთ მუსიკის ცოდნე და ფეხბურთის ისიც არის და მაგდრას შემხვდა რაღაცა ლექციას ვეტარებინებდი და მესი მოიგებს თუ წააგებსო ორივე დიდი ამბავი არისო რა დრამატურგიულად რა დიდი სპორტსმენის და დიდი გამარჯვებაც და ზიდანმა თუნდაც 2006 ფინალზე წაიღო ორივე რაღაც დრამატურგიულად ისეთი ამბავი არის რა ნიშნავანი და ეგ იყო ამ ჩემპიონს როგორც გავაკეთე ხა მე მაგალითად გამახსენდა ტარანტინო რასაც შვება ხოლმე ამ ინგლორიუს ბასტერდში რაც ქნა და მე ამ ერთხელ ჰოლივუდში რომ ანუ ზღაპარს ეგრე როცა იყენებს ავტორი რომ აი კეთილი ბოლო იყოს რა ანუ რაღაცა შეცვალოს და თავისთვის თვითონ რაც უსამართლობა გონია ხო რაღაც და მე ზღაპარია ხო ეს ზღაპარი არის და ეხლა ქართულ ენაში სხვა შორის მე ზღაპრე ცოტა ისე თუ დაჯერას აფერიზი ამბობე ხოლმე რომ მეზღაპრე არის მაგრამ მე ხელოვნებაში მეზღაპრე ან კომპლიმენტი მგონია რა და ზოგადად ზღაპრის ჟანრი ან კინოდან შეგიყვარდა თუ ამ ზღაპარზეც ვთქვათ მაგ ფილმში მესის გაჩემპიონებაზე მეტი არა ზღაპარია ზოგადად ზღაპარია სუჟეტურად ზღაპარი არის ის რომ ქუთაისში ფილმს იღებენ ფირზე და იქვე არის სამჟღავნებელი ლაბორატორია. სამწუხაროდ. მაგრამ ხო რა ან ბევრი ისეთი რაღაცა, რასაც რო ისურვებ და შეიძლება არ არის, მაგრამ იმედი გაქვს რომ იქნება. ზღაპარი ხო არ ვიცი რაღაც არა ფილმზე რო ვთქვა ზოგადად ჟანრი ზღაპარია ხო რა ზებუნებრივი რაღაცა ხავარ თემაზე რო არ თქვა თუ ზღაპართა ზღაპარია ხო იცვლება უცებ ხო მაგრამ ზღაპარი მე მაინც რაღაც დროს მივხვდი რომ არასწორი ტერმინია იმიტომ რომ ზღაპარი ძალიან დიდი რაღაცაა რა ანუ კინო შეიძლება არსებობს ფილმები რომლებიც ზღაპრულ თემატიკას ეხება ან ზღაპრულ ელემენტებს იყენებს მაგრამ აი ზღაპარიაო ვერ იტყვი, იმიტომ რომ ნუ ზღაპარი მაინც რაღაც ზღაპარს ჭირდება ძალიან დიდი დრო და ზღაპრები მოდის. მე მგონი მაინც ზღაპარია შენ. უხსოვარი დროიდან და ანუ არ ვიცი რაღაცაზე რომ ამბობ ზღაპარიო. ანუ რაღაც შეიძლება თქვა რომ არის არ ვიცი რატო უნდა თქვა საერთოდ რამე, მაგრამ ანუ რაღაც ზღაპარი ეგეთ სხვანაირი სიტყვაა რა. კაი. არა მე რაღაც ეგეთი ის მაქვს რომ ზღაპარი მაინც მოდის ძველი დროიდან და ხან ვიცით ვინ წერდა და ხან არა და გაუძლო 1000 წელს და ასერეთ მოვიდა. ამანა შეიძლება გაუძლოს. აი თუ გაუძლებს მე რო თქვა. მე რა ვიტყვი. მე რაღაც მეხამუშება ხოლმე ვიტყვი რომ ზღაპარი რაც შეიძლება ელემენტები აქვს რომლებიც ზღაპრულია ან კი უდაოთა აქ თან ელემენტები ზღაპრული რომელიც ეხა ძნელად წარმოსადგენია შენ თქვის არ იყოს ფირი ქუთაისში მაგრამ ის ძნელი წარმოსადგენია ხო ერთი ადამიანი უცებ ესე შეიცვალოს თუ ორი ადამიანი უბრალოდ მაგრამ ნუ თან რაღაც მაგ ფილმის თან ბოროტი ძალაც არის ვიღაცა რომელიც ამას აკეთებს მაგრამ ხო ყველაფერი შეიძლება იყოს რეალურად კი ბატონო არ ვიცი კიდე ერთი თემა არის რომელიც აგრეთვე ბოლო ფილმში და ამ ფილმშიც ძაღლების თემა არის და მანდარი სასწაულისერად ძაღლები ფეხბურთს რო უყურებენ. ძაღლები ზოგადად როგორც ვიხდი მე მივხვდით რომ უნდა შემოსულიყო თუ როგორ არის? მაგ ფილმში კი. ხო. ისევ პირველი ფილმი რო ახსენო მანდაც არის. მანდაც არის ბევრია მანდაც და
მაგ ფილმით დავიწყე რაღაც ძაღლებთან ურთიერთობა ზოგადად რა. აი თბილისში რომ ბევრი ძაღლებს ვიღებდი და რაღაც ეგრე დავუახლოვდი. ემპათია გაგიჩნდა ძაღლებისა. ხო, ბევრი ვნახე რაღაც ცოტა დრო გავატარე, გადავიღე და რაღაცას რო იღებ, მე უკეთ ხედავ, ხო? და მაგ ფილმიდან დაუმეგობრდი, მაგრამ მე ფილმი რო მოვურჩი, ნახე რომ ბევრი ძაღლი იყო ამ ფილმში. და მაგიტო ისევ მე რო ფიქრობდი რომ შემდეგ ფილმში არ უნდა ყოფილიყო, ამიტომ რაღაც ამ ქუთაისის ფილმში დიდად არ ქონდა გეგმაში რომ გადაგვეღო, მაგრამ რაღაც თვითონ თავიდან ეგ ქონდა რომ პირველისგან განსხვავებული ყოფილიყო. ხო, რა, რაღაცა ელემენტები რაც ძალიან ცხადი იყო, არ გამემეორებინა. მაგრამ ქუთაისში იმდენი ძაღლები არიან და ისეთი. ეგ ზოგ გაგიჭირდება ესეთ ადგილას ჩახვიდე რომ ძაღლები არ ხო, ეგეც არის და ჩვენც რაღაც ისე ვიყავით რომ სეტი არ გქონდა ჩაკეტილი. ამიტომ თუ მოვიდოდნენ ხოლმე, მოარს არ ვეუბნებოდი. არა, ერთ-ერთი მთავარი ისეთი საყვარელი ხაზია მაგ ფილმში, რომ ეხა მეძაღლებს, თან ეხა თქვათ ხო, ეხა გიორგი არიცის ჩვენ მას, მე და გიორგი ვართ ჩემი დიშვილია და ჩემი და კიდე ძაღლების ცნობილი მოყვარულია და შენც იცნობ. ბოლო ფილმში სხვათა შორის ჩემ მეგობარი პანდა. ხო, ნახსენებია ნინიშას ერთ-ერთი ძაღლი. თამა ხო არის, არის ჩანს კიდეც. ჩანს პანდა, ხო, გადაღებულია პანდა. მოკლედ ძაღლების მოყვარულია სანდროც და ჩვენც არ ვართ შორს ძაღლებისგან. და კიდე ერთი ხო მნიშვნელოვანი აი მაგ ფილმს ასევე მე რო უყურებდი და ბევრს მე მგონი მარტო მე არა, თან ეგ ფილმი პირველად მე ვნახე და ბევრმა კიდე ქართული პირველი ჩვენება იყო ბაკურიანში, შენ სამწუხაროდ არ იყავი საქართველოში. ბევრმა კინემატოგრაფისტებმა პირველად იქ ვნახეთ მოკლედ შენი ფილმი და ბევრს გაუჩნდა ეგ ის რომ რაღაცნაირად ძველი ქართული ფილმების, აი არ ვიცი, ეგ ქონდა ჩანაფიქრი, თან ფანჩულიძეს რო ჩანს მაგ კინოში. არ ვიცი ეს მერე გაგიჩნდა რომ ჩაგესვა, მაგრამ ეს ფანჩულიძე არის ისეთი ტიპია, ხო, პრინციპში, იმდენ ქართულ და იმდენ მაგარ ქართულ რეჟისორთან არის, ხო, ნათამაშები. და სხვათა შორის მე მახსოვს, რომ ალბათ რადგან ასაკში იყო და მაინც ახალგაზრდა როლები აქვს ხალხს ნახე, ვერ იცნო ბევრმა და რა, მე მახსოვს, მე ვისთანაც უკვე საერთოდ იძახდნენ რომ ვიღაცამ ჩათვალეს, რომ იქნებ მართლა იქ ვიღაცას გადაუღო, ქუთაისელ რაღაც ხო, არ ვიცი, ხო შეიძლება ძალიან მაგარი როლი არის და ძალიანაც ორგანულად ის რა ყურყვება ამ ამბებს და ზის და ხო, იმის თქვა მინდა მოკლედ ეს ფანჩულიძე კიდე ერთი ის იყო დამატებითი შტრიხი რომ რაღაცა გაუჩინა ადამიანებს და მათ შორის მეც რაღაცა აი ქართული ფილმების ძველის თითქოს რაღაცა არ ვიცი სიტყვას ვერ პოულობ ეხა მაგრამ მგონი გასაგებია ხო ხო ანუ ეგ რაღაც კავშირების ძებნა ხო მიდის და სუხდება და მით უმეტეს ხელოვნებაში მაგრამ კინოში ანუ იმის გარეშე რომ რაღაცა რაც შენამდე იყო რაღაც დროის მხრივ მოგწონდეს ან გიყვარდეს აზრად ხوار მოგივა რაღაც გააკეთო ანუ კინოს კეთება იმიტომ გინდება რომ რაღაცა ნახე მოგეწონა და კი ბატონო ხო ანუ იმიტომ კი რომ რაღაცა არ მოგეწონა უფრო რაღაცა მაგ სიყვარულით და მაგიტო ეგ წარსული გადამწყვეტია არა მარტო მაგიტო მაგრამ მაგიტომაც და ჩვენთან ხო რაღაცთან ეს რაღაც წყვეტა რომ მოხდა რომ რაღაც დრო როცა იყო როცა ნუ ცოტა ფილმი კეთდებოდა ბევრად ვიდრე მანამდე რაღაც სუ ეგის მქონდა რომ ანუ ეს ანუ რაღაც მგონია რომ კიბე არ არის რა ანუ ეს რაღაც ხელოვნების დროში გაწერილი რაღაც ან ვინც იყო და მე შენ და მე შენც ანუ რაღაც უკეთესი ხო არ ხდება ხელოვნება ანუ ზემოთ ხო არ მიდის რომ ყოველი შემდეგი უკეთესია უფრო რაღაცა ძაფია ხიდია რომელიც ხან ზემოთ ადის ხან ქვემოთ მაგრამ რაღაც სუ გადაბმულია და თუ გაწყდა მე ნუ სუ იშლება რა მაგიტო ამ რაღაც გადაბმას სუ ანუ მე მჭირდებოდა ეგ რომ რაღაც რო დავიწყო რაღაცას უნდა მივება და მგონია რომ აქედან მოდის ალბათ ეგ არა მარტო ქართულს მაგრამ ქართულს განსაკუთრებით რომ რაღაცას უნდა ჩამოებრაუჭო რომ მე ერთ მხარესაც მეორე მხარესაც რომ რაღაცა ეს ძაფები ისევ გაებას.
ხო, კი ბატონო, აბსოლუტურად გეთახვები და ეს ანუ ხო, შეგნებულად თუ შეუგნებლად ეს შეგნებულათაც იყო და ეგრეთაც ხო, კი. კი, რაღაცები ძალიან ცხადად არის სხვა ხო, ფილმებიდან და ხო. ისედაც რაც განწყობის მხრივაც, რაც ბევრს უყურებდით, რაც შემეძლო მეჩვენებინა თქვა ჯგუფის ოპერატორისთვის განსაკუთრებით ქართული ფილმები, ეხლა თუ შემეცხვარეს უყურეთ ტიტრების გარეშე მაგალითად და რაღაცებს უთარგმნიდი, მაგრამ ხო ესეთი ფილმია, რომ ისედაც ხვდები კაც ყველაფერს. სხვათა შორის არ ვიცი სხვა ქვეყნებზე არ მიფიქრია ეგ, მაგრამ გვაქვს ეგეთი ფილმები რა, არაერთი, აი, რომ ჩემი აზრით რო ჩაურთო ადამიანს და პასტორალი ბევრჯერ გვიხსენებია მაგ კონტექსტში, მაგრამ არა მხოლოდ რა, ანუ არის ფილმები ქართულები, რომ ჩაურთო ადამიანს, რომელსაც ენა არ ესმის, გაიგებს მაინც, ანუ მე მგონია რომ პასტორალს ის აქვს, რომ ჩვენც არ გვესმის, ხო, არის. ხო. დიდი ნაწილს ხო. ერთხელ ბერლინში მაგის სუბტიტრებიც გაკეთებული ჰქონდათ მეგრული ტექსტების და მივხვდი რომ ძალიან დიდი შეცდომა ხო ტელეგრამი ეგ არის რომ არჩევდება მაგრამ ნუ ვით მეგრული ის იმათე იმასე სხვათა შორის ეხლა ხო იყო ცოტა ხნის წინ იყო იმაში არ ვიცი თვითონ საიდან უნდა ცოდნა ეხლა ამირაში ყვაჩვენეს პასტორალი და გვერდზე მეჯდა მარადია მეჯდა ცავ მე თქვი და არ ქონდა მაგას ანახი და მაგრამ სანამ დაიწყებოდა მე თქვი მეგრული შენ გესმის რაღაცა მესვე აი ხო მე თქვი შენ კიდე სხვანაირად შეხედავ ეხა მაგ კინოს და მოკლედ ხო ვისაც მეგრული ესმის ის სხვანაირად უყურებს მაგ ფილმს კიდე ეს ფილმი ძალიან წარმატებული იყო მათ შორის რაც ბერლინის ფესტივალზე მოხვდა თავარ კონკურსში მოხვდა კი ბატონო და იცი რა მაინტერესებდა ანუ ეს რაღაც პრიზიც მიიღეთ თუ არ მიიღეთ კინოკრიტიკოსების ეგ პანდემიის დროს იყო ხო მან დარიყავით თუ იყავით არა და მესამე ფილმზე რომ გადავიდეთ ხმელი ფოთოლი ანუ მესამე ფილმი იმიტომ არ გადაგიღია ისევ ტელეფონით რომ რაღაც საშუალება არ ქონდა ანუ გინდოდა ისევ ტელეფონთან ანუ ისევ დაბრუნება გინდოდა პირველ ფილმზე როგორც იმუშავა ხო მაგ გამოსახულებასთან დაბრუნებაც მინდოდა და მაგ მუშაობის მაგ პროცესთან ანუ ამ ფილმ რას ხედავთ როდესაც σας უყურებთ რომ ვიღებდით აი სადღაც შუაში ვიყავით ალბათ რომ მივხვდი რომ შემდეგ ფილმს უეჭველი ისე გადავიღებ როგორც ანუ პროდაქშენი გიყვარს პატარა ესე ორივე ძალიან საინტერესო უბრალოდ მივხვდი რომ ძალიან მომენატრა ანუ ძალიან რთულია რა ეხა მაგალითად შემდეგ ფილმს გეგმავთ ისევ რომელიც ისევ ეს დიდი ჯგუფთან და დიდი კამერით და დიდი შტატივით და როდის ოქტომბერში გვინდა რომ გადავიღოთ, მაგრამ ეხლა უკვე ყველა კადრს გეგმავთ, იმიტომ რომ ნებისმიერი ყველაზე მარტივი კადრიც კი რომ აქ თუ დგას კამერა და იქ რაღაცა ფოთოლი მინდა გადავიღო. ნუ დაახლოებით არ ვიცი რა 40 წუთი 1 საათი, იმიტომ რომ იმ კამერას შტატივს რაღაც სამი კაცი უნდა რომ აწიოს, მე იქ იმან კამერა უნდა მოხსნას, მე ყველა ანუ ყველაზე მარტივი რაღაცის გაკეთებასაც გეგმას რო წერთ 1 საათს წერთ, იმიტომ რომ ნუ ხო და ნუ მე რაღაც ყველა 10 ჯერ ფიქრობ ახლა რომ გინდა ეს თქვა თუ არ გინდა რა და ბოლოს ამბობ რომ არ მინდა. თუ ძალიან არ გინდა რა და ეგ არის თქვათ მაგ პროცესის ძალიან დიდი მინუსი რომ რთულია ხო ანუ რაღაცა ყველაფერზე 10 ჯერ უნდა დაფიქრდე გინდა თუ არა. და აქ პირიქით არის არც ერთხელ არ ფიქრობ ანუ აკეთებ და მეორე დღეს ფიქრობ გინოდა თუ არა. მე აბსოლუტურად უკონტექსტოდ ჩართვას გავაკეთებ, იმიტომ რომ შენ გაგიბრაზდება მე ჩვენი ოპერატორი რომ დაგვალაიქეთ, გამოგვიწერეთ, კომენტარი დაგვიწერეთ. სხვათა შორის ესე შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, რატო არის ხომ ჩაციკვა ამას, მაგრამ მართლა ეგრე მუშაობს თვითონ ეს პლატფორმა, რომ თუ რაღაც აქტიურობა არის და თუ კომენტარს წერ და ლაიქს წერ, მე ეს ვიდეო მიდის სხვა ადამიანებთან და შეიძლება ვიღაცა. ამიტომ და მოусმინეთ, რასაც გიორგი ამბობს, იმიტომ რომ ეგ ჭირდება თორე. თან არაფერი არ მიდის იმისგან, გაიგე რა უნდა ამ და ლაიქებას. მაგაზე ვგიჟდები რამეს რომ გთხოვდეთ, აი ვინმე ან ჩვენ, აი არაფერი. და ჭირებსიო. კარგი, ეხა გადავიდეთ უკვე, ხო, გადასული ვართ პრინციპში, ხო, უკვე ეს იდეა გქონდა, კი არა ზუსტად იცოდი რომ ესე უნდა გადაიღო
ეს ხო, პირველი ამ ფილმის პირველი იდეა იქ იყო. მაგრამ შენ თან მონტაჟიც მარტო ამონტაჟებ. ყველა ფილმი ხო, ეგ გიყვარს ანუ რაღაცნაირად შენ თავთან არ მონტაჟი ხშირად და ბევრისთვის მნიშვნელოვანია ვიღაცას გაუზიარო მე მონტაჟეები ამიტომ უყვართ ხალხს და მეც ვფიქრობ რომ მნიშვნელოვანი ის არის მაგრამ აი შენ კი ძალიან მაგარი პროფესიაა ხო მაგრამ მე თვითონ ანუ მიყვარს ერთი მონტაჟი და ცოტა მენარება ხოლმე მაგის განაწილება მეორე ანუ ხო რამდენიმე ეტაპია რა ანუ ერთ-ერთი როგორც ანუ გადაღებაზე ალბათ არანაკლებ მნიშვნელოვანი არის იმის გაგებაში თუ რანერი ფილმი კეთდება ბოლო-ბოლო მონტაჟი ანუ ხო რა სცენარი გადაღება მონტაჟი თანაბრად მნიშვნელოვანია იმისთვის რომ და მაგიტომ მგონია რომ თუ შენ ფილმს აკეთებ კაია რომ შენ დაამონტაჟებ ან ნუ შეიძლება იპოვო ვიღაცა რომ გინდოდეს რომ იმის ფილმიც იყოს და მანდაც რაღაც ეგის ცოტა მაქვს ხოლმე რომ კაია რომ ანუ სუფთა ფიზიკურ რა ამბავს გულისხმობ რომ შენ ეხებოდე იმ მაუსს და შენ ამოძრავებდე და პატარა კლიპებს მაგრამ გარდა მაგისა მონტაჟი არის ჩემთვის როგორი დროა ხოლმე იცი რომ ძალიან ბევრ რაღაცას ვცდი და ძალიან ბევრ დროს ვატარებ ხოლმე რაღაც სისულელეების კეთებაში სისულელებს აი რაღაცა აბა ესო ნახოთ ექსპე ხო ესე დააწყობ მე რომ დაბრუნდეთ ის გადავდოთ გადმოვდოთ და მაგ დროს საშინელებაა გვერდზე რომ გიზის ვიღაცა რომელიც რომელზეც უფიქრობ რომ რას ფიქრობს ეს ადამიანი ეხლა რომ ელოდება რომ რაღაცა აზრიანი უნდა გააკეთო იმიტომ რომ ჩემი თავი რო წარმოვიდგინო ვიღაცას გვერდზე რომ უზივა რომ შეიძლება 4 საათი მაიმუნობდეს ნუ ძალიან შემაწუხებელია სხვასაც მაგას ვერ ეტყვი რომ აბა ეს ქენი იმიტომ რომ ვერბალურად ვერც გამოთქვა ან რაღაცა მცდელობების აი ხელით მცდელობების აი რაც პლასტენი რო გიჭირავს და სხვა ვერ ეტყვი რომ ეხლა ესე ქენი ხელით ანუ შენ ხელს უნდა წაყვეს ეგრე არის მონტაჟიც ამ შემთხვევაში რა მეორე მხარე მაგისი არის რომ ნუ არსებობს ანუ მე მონტაჟე თვითონ ძალიან მაგარი პროფესია და განსაკუთრებული ხალხია მე მონტაჟები რომლებსაც რაღაც სხვანაირი კონცენტრაციის უნარი აქვთ და ხო ანუ შეიძლება რაღაცები ბევრად სწრაფად ქნას პროფესიონალურმა მონტაჟემ მაგრამ ეგეც იმ ფილმზე რომელიც სტანდარტულად არის თქვათ გადაღებული ხმელი ფოთოლი რომელსაც არანაირი არც ერთი კადრი შეიძლება არც ერთ ლოგიკურად არ ებმობდეს და ისე უნდა ააწყო როგორც თქვათ შენი გული და გონება კარნახობს მან სხვამ თუ დაამონტაჟა აბსოლუტურად სხვა ფილმი გამოვა კი მან მაგრამ აი ჩვენ წინაზეც დაგვავიწყდა ძალიან მნიშვნელოვანი შენი ფილმების თამდევი ხო თან ავტორი არის შენი ძმა ანუ მუსიკა ანუ პირველ ფილმში მე მგონი კომპილაცია და თუმცა იქაც მუსიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მეორე ფილმში უკვე ძალიან ბევრი და საინტერესო მუსიკაა და ხმელფოთოლშიც ანუ მან ხვდები რომ მონტაჟის დროს უკვე მუსიკა იმდენია რომ რაღაც დროს შენ ძმასთან ერთად მუშაობ ბევრ საკმაოდ ხო განსაკუთრებით ბოლო ფილმზე ანუ ხო წინ მეორე ფილმზეც ბევრი ვიმუშავეთ ერთად მაგრამ უფრო მეტად ვიცოდი თითქოს რანაირი მუსიკა მინდოდა და ბევრი რაღაცა ისეთი არის რაც არ ვიცოდი და თვითონ შემოთავაზა მაგრამ ბევრი რაღაცა იყო რაც შეიძლება რაღაც რაც უსტვენდაო მე რა ის ხო ეგ რაღაც თავარი თემა ეგრე გაკეთდა მაგ ფილმის რომ რაღაც თვითონ მოიგონა და მე მაგრამ მაინც თქვათ რაღაც ჟანრობრივად შეიძლება მელოდია ეთქვა და მე შეიძლება მე მეთქვა რომ მოდი რაღაც ცოტა ეგეთი აი კლასიკური საუნდტრეკის ჟღერადობა ქონდეს ორკესტრს ანუ იცოდი რა გინდოდა რაღაცა ხო და ეხა ხმელფოთოლზე საერთოდ არაფერი არ მithქვია და რაღაც თვითონ რაღაც აკეთებდა მე იმას ერთად კი მუშაობდით ცხადია მაგრამ ნუ რაღაც ეგრე უფრო გიორგისგან მოდიოდა ეგ მუსიკა და ხო ანუ ძალიან დიდი გავლენა იქონია მე იმაზე როგორი გამოვიდა ფილმი იმიტომ რომ მონტაჟს რო ვიწყებდი რაღაც ნაწილი მუსიკის უკვე მქონდა და ნუ მე თვითონ რიტმს კარნახობს ძალიან ხშირად მუსიკა რა ხო არა ეს
ეს ფილმიც თქვათ ხო, ვისაც არ უნახავს და აპირებს ნახოს, ვისაც ნანახია, კიდე გავახსენოთ, რომ პრინციპში ისეთი ფილმია ხო, ძალიან სხვანაირი ჩვეულებრივ ფილმს ნამდვილად ვერ დაარქვევ ამბას, კონტრავერსიულიც არის, თქვათ, ვიღაცისთვის ძალიან მისაღებია, ვიღაცისთვის აბსოლუტურად აი, ეგ არის მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი, ბევრი ადამიანი აი არ იცოდა წინასწარ და საჭიროა ეგ რო იცოდე, აი ბოდიში ბაბაჩკას. აი თქვათ, შენ როგორ ფიქრობ, შენი ფილმი უნდა რაღაც განწყობით უნდა შეხვიდე უკვე თუ არა? ცირა საუკეთესო შემთხვევაში მგონია რომ არა, მაგრამ მე მაგალითად აი ცოტა იმის შიში მქონდა ხა ჩვეულებრივ კინოში რო იყო. რომ ადამიანი ხა არ ვიცი ვიღაცა მამას მიყავს პატარა შვილი კინოში, არ შეხედეს რაზე შედიან და ნუ აი შეიძლება რაღაც ძალიან ძვირი არის ჩვენთან თან კინო და შეიძლება ადამიანო რაღაც გადაიხადოს და ანუ რეალურად ვერ ისე ამოვნოს რა. და მე მაგის მონაწილე არ მინდა ვიყო რომ რაღაცა ეგეთი იმედგაცრუების. ისე იარა ხალხმა, რამდენმა ბევრი მასიური ის რო არ იქნებოდა ბლოკბასტერის. მე მგონი ცოტამ, ხო. მაგრამ ეს ჩვენებები რაც იყო, იქ ბევრი ხალხი იყო. ჩვენებები გასაგებია, მე თქვი ცოტა ხანი იდგა კინოთეატრში და მაგ ერთი კვირა იყო თუ ორი კვირა და რამდენად სწორად თვითვლი არ ვიცი, იმიტომ რომ რაღაც ბილეთ რაღაც აი თანხიდან გამომდინარე ფიქრობ, არც ვიცი რა ღირდა ბილეთი. მაგრამ ნუ აი სადღაც ალბათ 80 ადამიანი იყო სულ. სულ. ხო. მაგრამ ნუ მანამდე იყო ორი ჩვენება დიდ დარბაზში, ესე თქვათ ნაცნობები და ნაცნობებმა აი რაღაც, მაგრამ ხო, მაინც ხო, გასაგებია ხა ეგ რო კომერციულად დიდი გათვლა არ უნდა ქონდა მაგ ფილმს, მაგრამ ხო, აი კიდე რა მაინტერესებს თვითონ ეს ფილმი მე ესე რაღაც მედიტაციური ფილმია თუ ჩაფიქრებული ჩემთვის თითქოს აი რო უყურებ ეგეთია, ანუ შეიძლება ცოტა ხანი წაგიღოს, აი თან გძელია ეს რამ სიგზეა 3 და 6. 3 და 6. ხო, და წაგიღებს ტალღებივით ქონდა მე პირადად რა რომ იცი რა ჩემთვის ძალიან რთულია მაგის კი არა შეუძლებელი არის იმიტომ მე მაგ ფილმს ვერ აღვიქო ხო ამიტომ ეგ ზოგადად ყველაზე ძალიან მაინტერესებს ხოლმე რომ ფილმი რომელიც გააკეთე რომ ნახო თვალით რომელმაც არ იცის ეს ფილმი მაგრამ ნუ ეგ გამორიცხულია ამნეზია რომ დაგემართოს თანახმად. ხო. არა, ეგეთი არის, ეგეთი ფილმია, ხო, რაღაცა ჯდებია, წვებია ნავში და რაღაც უნდა გაყვი, ან გაყვები, ან ვერ მიყვები, ხო, რა არის, იცი, ძალიან საინტერესო არის, აი ამ როგორც არის გადაღებული თვითონ აი ამ ტელეფონით, მე მგონი ხა ისე ცუდია ეს პირველი რო არ მაგთან ნახი, მაგრამ ბუნების სცენები რაც არის ძალიან ბევრი ბუნების სცენარი. ეს ძალიან ნახატებია. ხო, ეგ არის რა. ძალიან მაგარი ნახატებია. პირველში ეგეთი სტილოები არ არის, მაგრამ პირველი ძალიან ისეთია, იქ უფრო დინამიურია. ის უფრო ის არის, მაგრამ ხო, ნუ აი შეგიძლია გაასტოპოთ ნახატია რა ჩვეულებრივ. მაგაზე პიქსელები რაღაცნაირად. აი ეგ მინდოდა ხმეთქო, ერთი კითხვა დამაბარეს ასე ვთქვათ, ჩემ მეგობარი ერთ კინო მცოდნე და აი ზუსტად არ ვიცი, შენ გითქვამს, მე მგონი ნიუ-იორკში თქვი სადღაც, რომ აი ხა დიდი დებატი მიდის თანამედროვე კინოში, ხელოვანებში, კინოკრიტიკოსებშიც, არის ხალხი, რომელიც ფირს მისტირის ასე ვთქვათ და ციფრულს, დიჯიტალს ერჩის, არიან ვიღაცები თამობენ რომ პირიქით ეს ახლა ძალიან ბევრ საშუალებას გაძლევს და ჯობია და შენ რაღაც მას თითქოს რაღაც პარალელი გაავლე, აი ამ ტელეფონით როცა იღებ და ფირით გადაღებულ ფილმებს შორის, აი მაგაზე რო გითხრათ. ხო, ანუ იდეაში ციფრულს როგორ უნდა ვერჩოდე რამეს, ანუ ხო, მაგრამ პრობლემა არის ეგეც პრობლემა არ არის, პრობლემა არის ის რას კარნახობს ინდუსტრია და ინდუსტრია კარნახობს რომ უნდა რაც შეიძლება მაღალი რეზოლუცია ხო გადაიღო და ეგ არის ანუ გაუგებარი რომ იმიტომ რომ ეგ რამდენიმე კა გამოსახულება იმდენადვე ხელოვნურია რამდენადაც კი არა იმდენადვე არარეალურია როგორც თქვათ ჩემი ტელეფონის კადრები ანუ იმაზე მე ბევრად მეც გაჩვენებს ვიდრე თქვათ ჩვენ თვალი ხედავს ხო და სხვა სისწრაფით უკვე და ანუ რაღაც ანუ ხელოვნური არის
და მგონია რომ ძალიან ზუსტად უნდა იცოდე რომ გინდა ეგეთი გამოსახულება თუ მაგას იყენებ და შეიძლება ძალიან მოუხდეს რაღაც ფილმს ან რაღაც ვიდეო ნამუშევარს, მაგრამ როცა ეგ ითვლება სტანდარტად, ეგ არის როცა ვიღაცებს მე შეიძლება მაგაზე პრობლემა ექნებათ. ეგ არის და ეგ და განსხვავება ის არის რომ არც ერთი ფირი და არც თქვათ დაბალი რეზოლუციის კამერები ყოველთვის ტოვებენ სივრცეს. ანუ რაც 4K გამოსახულებას რო იღებ, არის რომ ყველა მილი სანტიმეტრი შენ გამოსახულებაში დაკავებული არის პიქსელით, ხო? ანუ სუსავსეა. და რეალურად არანაირი სივრცე აღარ რჩება იმისთვის, რომ შენც გახდე ამის ნაწილი. ფირი ეგრე არ მუშაობს, ხო? ანუ ფირის რო წარმოვიდგინოთ, რომ შედგება რაღაც წერტილებისგან, ეგეც და არის ხოლმე, ხო, თქვა 16 მმ-ს ან კიდევ უფრო ნაკლებს 800-ს თუ უყურებთ, უკვე ხედავთ იმას, რომ ის ცოცხლობს. 35-ზე და უფრო ზემოთ და თუ კიდე რაღაცა ლინზით არის გადაღებული, შეიძლება ვერ ხედავდი ამას პირდაპირ, მაგრამ ყოველთვის არის, ანუ არასდროს არ არის სუსავსე. და ყოველთვის რჩება სივრცე იმისთვის, რომ შენიც შეავსო, ანუ ჩემ ფილმში ეგ არის, რომ ბევრად ანუ ერთი გამოსახულების ან რეალობის ძალიან ცოტა პროცენტს გაჩვენებს რეალურად Sony Ericsson-ის კამერა და დანარჩენი შენზეა. ანუ შენი ტვინი მე ავსებს ამ პიქსელებს და რაღაცნაირად შენც მუშაობ იმასთან ერთად და რაღაც საერთო გამოსახულება გამოდის. მაგას ჩვენ ტვინი ისედაც აკეთებს, იმიტომ რომ ბევრი მეუბნება ხოლმე რომ რაღაც დროის მერე დამოვიწყდაო რომ პიქსელებიანი იყო. ანუ რაღაც იმიტომ რომ უკვე თვითონ ტვინი ალაგებს ამ თვითონ უმატებს რაც აკლია. და თვითონ ხდება თანაავტორი, თუ არაფერი არ აკლია და თუ იმაზე მეტია ვიდრე შეიძლება ეკლდეს, უკვე გამოდიხარ უბრალოდ შეგიძლია იჯდე უყურო, მაგრამ შენ ვეღარაფერს ვეღარ იზავ. ანუ ერთგვარი რაღაცა დიქტატურაა რა ეგეც, რომ გეუბნება რომ მარტო ესე არის გაკეთებული და შენ შეგიძლია მარტო უყურო. ფირი ყოველთვის და შედარებით დაბალი რეზოლუციის კამერები ყოველთვის გეუბნება რომ მე ამას გთავაზობ და დანარჩენი შენ თვითონ თან ავტორად მეტად შემოყავს. კიდე რა მაინტერესებს ამ ფილმზე, თითქოს არ ვიცი, შეიძლება ვცდები, მაგრამ ეს მესამე ფილმი უფრო რაღაცა შუა რომ დავიწყე ყურება, რომ გავიღიმე ბოლო წუთამდე ვიჯექი რაღაცნაირად ბედნიერების ისინი მოდიოდა. ეს არის უკვე რაღაცა თითქოს თემაც მძიმეა უფრო თემა შემოდის, უფრო სევდა არის აშკარად, რა ვიცი, დაწყებული ქვეყნიდან, დამთავრებული არ ვიცი, აი რაღაცა მანდ უკვე რაღაცა სხვა ხასიათი აქვს, მოკლედ, მაგის თქვა მინდა და ეს მანამდე უკვე ეგეთი ქონდა თუ რაღაცა გარე ფაქტორების რო იღებდი დაემატა და ეგეთი მოხდა, რაც მოხდა და როგორი ფორმაც მიიღო ბოლო თუ თავიდან რო წერდი მაგ ფილმს სხვანაირად სხვა განწყობით ქონდა დაწერილი. კი, რა თქმა უნდა, ანუ რაღაც ეგეთ ამბავს რო წერ ადამიანი მიდის, ან რაღაცა გასაგებია რომ მაგრამ სხვანაირად იყო, სხვანაირად ვფიქრობდი, მე უბრალოდ ბევრი რაღაცა მოხდა რა, ანუ რაღაც როცა ვაპირებდი დაწყებას იმ წელს ჯერ უკრაინაში დაიწყო ომი და ანუ რა ზამთარი იყო, ხო? გაზაფხული იყო. თებერვლის ბოლოს. და ნუ მე გვიან გაზაფხულზე მინდა და გადაღება და ნუ რაღაც დაიწყო ეგ ამბები მივხვდი უკვე რომ ანუ მაგ ამბავმა მგონია რომ ყველა ისე შეგვცვალა და მაგას გრძნობდი რომ ვიცვლებოდი და ანუ აღარაფერი ისეთი აღარ იქნებოდა როგორც მანამდე და მივხვდი რომ რაღაც ზოგადად ფილმზე ფიქრიც კი რომ რაც რომ აღარ გამოგდის, მაგრამ ნუ მივხვდი რომ როცა დაუბრუნდებოდი მაგ ფილმს აღარ იქნებოდა ისეთი როგორც მანამდე წარმომედგინა. და ნუ მე მთელი გადაღების პროცესი, მაგრამ მთელი მონტაჟის პროცესი უკვე მიდიოდა როცა უკვე ჩვენი ამბებიც დაიწყო აქ და რაღაც მგონია რომ მაგანაც
ანუ რაღაც რა განწყობაშიც ცხოვრობთ, ხო? ანუ რაღაც მომონტაჟებდი ხოლმე მე იქ რაღაც მივდიოდით იქ ხან გამოსახლების აქციაზე და რაც ეგ დღე ძალიან ისე მახსოვს რომ მინდოდა რაც ძლივს დავჯექი რომ დამემონტაჟებინა და წავედი იქ და ძალიან მძიმე დღე იყო აი კეკილძეზე რომ გამოსახლება იყო და რაღაც დროს რომ დავბრუნდი სახლში მივხვდი რომ ისევ აღარ ვარ ის რაც მანამდე ვიყავი და ეგ მე რა თქმა უნდა მოქმედებს ფილმზე და ნუ მე რომ დაიწყო და ანუ საერთოდ ნუ ძალიან რთული იყო ამ ფილმის მონტაჟი, იმიტომ რომ თან გვცემდა და თან ხალხს იჭერდნენ და მე ხა სახში წადი და რაღაცა დაამონტაჟე, ნუ ძალიან დიდი ხანი დამჭირდა მაგაზე. რაღაც ჩემ თავთან კიდე სამუშაოთ რომ მაგის კონცენტრაცია მეპოვა რომ მემუშაო. ხო, საერთოდ რა. და ეტყობა, რა ვიცი, განწყობა ხო ამ ფილმს მე მგონი ეგ ხო, განწყობაზე რა თქმა უნდა იმოქმედა ამან და ეტყობა კიდევაც. ხო, თან მთელი ფილმი ის არის რომ საქართველოში სანდროს მამა არის მთავარ როლში, ისეთ ძველ სტადიონებს ეძებს და ეს სტადიონები ისეთ ან გამქრალია, ან აღარ არსებობს, ან თუ დღეშია და რაღაცა და ეგეც ხა რა თქმა უნდა. თავისთავად ხო, ну როგორიც შეგხვდა რეალურად ზოგი ძალიან კარგად არის ზოგი ისე რა, მაგრამ ხო, ეგეთი, ну ზოგადად ეგეთი დროა ეხლა რა. ანუ მე ჩვენ გადაღებაზე ვიყავით, როცა მე 7 ოქტომბერი ისრაელში და ну მაგას რა ამბებიც მოყვა, იმიტომ რომ უკვე მაგ პირველივე დღიდან ჩანდა რომ ძალიან ცუდი გაგრძელება ექნებოდა. მაგას და მამა ჩემი აღმოსავლეთ ცოდნია და ამბობდა რომ ძალიან ცუდი რაღაცები მოხდება და მოხდა კიდევაც და ხდება კიდეც, ხო, ანუ და ხო, ну რაღაც მგონია რომ ხა მაგ დროში რო ცხოვრობ რაღაცა გენოციდის და შეუძლებელია რომ შენ ფილმზე ხა მაგან არ იმოქმედოს. ეგ რაღაც სულ მიკვირდა ხოლმე მთელი ცხოვრება რომ აი რაღაც ფილმს რო ჩართავდი რა და რო ეწერო რომ გადაღებულია 44 წელს ან რაღაცა. ანაირად მუშაობდნენ რა მაგ დროს და ეხა კი ანა ამერიკულ ფილმებზე განსაკუთრებით და მე რაღაც მაგრამ ეხა მიბმული იყო მათ შორის ბევრი ფილმი თუნდაც კასაბლანკა ყოველ ცნობილი რაღაცა დამბო არის რაღაც ზოგი მართლა რაღაც ანიმაცია ბემბია სხვა შორის მეორე სოფლიომის დროს გამოსული ხო თუ პრო არა მეორე 44 ასე დამბო არის 41-ში მე მგონი რა აი სპილრო არის დიდი ყურებით და ეს ხათღაც შემხვდა ეგ და მივხვდი რომ აი აქ რო საბჭოთა კავშირში რო იჭრებოდნენ გერმანელები იქ რას დამბო გამოდიოდა და ნუ მარტო ეგ ხო არ იყო მთელი ნუ რაც ხდებოდა მაგ წლებში რომ ამ დროს ნეტა როგორ მუშაობდა თქო ხალხი რა კიდე ერთი კითხვა მქონდა მე შენი სტუდენტებისგან ვიცი რომ რაღაც მომენტში ილიას უნივერსიტეტში ასწავლიდი გიორგობის თვეს და ძალიან მომეწონა ეგ რომ გავიგე რომ ერთი საგანი იყო ფილმი და ეგეც როგორც ვთქვი გერმანიიდან წამოიღე ხო თუ ეგრე გასწავლინათ თქვენ თუ რაღაც გასიჩავს ბოდიში როგორ არის მთელი ეგ მე ვიცი ლიტერატურაზე ვიცი რომ ეკეთება ხოლმე ხო ერთი სემესტრი ხო რამდენი ლექცია ვარ არა საინტერესოა კვირაში ერთი ლექცია ხო ნუ 12 ხო თუ რაღაც ეგრე გამოდის მეტი და 15 ხო დიდად იქ ქონდა ერთი ლექტორი ყავდა ძალიან კაი და იმას ქონდა ოღონ მაშინ ერთი კვირა ქონდა ნუ ერთი კვირა გრიფიტის ერთ მოკლე ფილმზე ქონდა ხო და რაც მაკედან ჩამრჩა მე კიდე რაღაც ეგ ფილმი რო ნახე ბევრჯერ რაღაც სულ ხვდებოდი ხოლმე რომ ანუ იმდენად რაც კონდენსირებული არის და იმდენი პატარა რაღაცა შიგნით რომ სულ რაღაც სხვა დროს რომ მიცდია ხოლმე რომ ერთ ლექციაზე გველაპარაკა ნუ ხვდები რომ იწყებ და ოდნავაც კი ერთს კი იწყებ და რაღაც მაკედან მაგრამ ნუ ახლა აი ვასწავლიდი ვარი თქმის იმიტომ რომ ჩემთვისაც ეგრე პირველად რაღაც ერთად ვაკეთებდით რა რეალურად ერთად გავიარეთ და ხო ძალიან საინტერესო ძალიან რაღაცებს ხვდებოდით ხოლმე მაგარია ხო იმიტომ რომ ყველა დეტალს ჯერ ანუ ყველა ჭრა გავიარეთ ანუ რაღაცნაირად დიდ დაფაზე ესე გვეხატა და კადრ გავდივდით მე ამ კადრებში შიგნით რა ხდება
კამერა როგორ მოძრაობს, მე ხმა, მე მუსიკა, მე მარტო მოусმინეთ. ეგეც რაღაც ძალიან კაი გამოცდილება იყო. ეგ კიდე სხვა მარტო მოусმინეთ ფილმს და ეგ კიდე სხვაგან გერმანიაშიც გავაკეთეთ ისევ გიორგობის თვეზე და ძალიან კაი იყო აი კინო. ოღონ აქ ილიას უნივერსიტეტში კინოთეატრი არ იყო და გერმანიაში კინოში გავაკეთეთ. და ნუ თან ადამიანებთან უმოსილებსაც ენა არის. მაგრამ ძალიან საინტერესო იყო მაინც, იმიტომ რომ ეგეთი ფილმია, რომელსაც ანუ ხმა აქვს ისე იოსელიანი ზოგადად მე მგონი ხმის ის არის მსოფლიოს ჩემპიონი. ისეთი რომ ანუ ერთი წამი არ იწყენ რა. ნანახიოთ რომ არ გქონდეს ფილმი. ჩემ მეგობარი ვინც ვახსენე იგი ვამბობდა, არ ვიცი მოახერხებენ თუ არა, მაგრამ უნდა ძალიან რომ ეს იოსელიანის ფილმების ისინი აღადგინონ, გეოგრაფიან ყველა რაღაცა არ ვიცი გამოსცენ რაღაც რომ რომელიც სცენა თბილისურ ამ ფილმებში რომელიც ad არის გადაღებული. არ ვიცი რთული არის ალბათ, მაგრამ არც ისე მე მგონი არ ვიცი. ხო, რთულია, მაგრამ აი დაკვირვებით რომ უყურებთ ჩვენ რაღაც ეგეთი სემესტრი გქონდა ძალიან ბევრი რაღაცას ხან ვიცნობდით, ხან მივხვდებოდით, თან რაღაც ეგისიც. გეოგრაფია ძირითადად ისე არის ხოლმე მეტნაკლებად. რამდენი უბანი არის ესეთი. კაი, საინტერესო გამოცდილება იქნებოდა მაგის კეთება და არ მოგწინდა საერთოდ, ანუ კიდე ბევრი რაღაც დაგვრჩა, რასაც ვერ მივხვდი. ეს რამდენჯერმე ჩაატარეს ეს თუ ერთხელ? ერთხელ. საინტერესო. სტუდენტია სამწუხაროდ ილიას უნივერსიტეტი, მაგრამ ბევრი რამეა ცუცუც. ნამდვილად. მაგაზე. ხო და მოდი მაგ კონტექსტზე ცოტა გადავიდეთ და მე შენ ბლიცი გაქვიცი, თორე გამოგვივა კობერას ფილმივით გზელი ინტერვიუ და ისა ვიცი რა მაინტერესებს, აი ზუსტად მაგ სიგრძეზე არა და ტემპზე და რაღაცა თითქოს ზოგადად აი რას ხედავ ტენდენციას თქვა კინემატოგრაფში სად ვართ და მე არ ვამბობ ქართულზე სადაც ვართ მაგაზეც ორი სიტყვით თქვათ რომ შავდღეში ვართ მაგრამ შემოქმედებით ხარეს არ გულისხმობს ზოგადად მთლიანად კონტექსტს და აი მსოფლიო კინოში თითქოს ეს რაღაცა ეპოქა ნელ კინოს რო ეძახდნენ თითქოს რაღაცა უკვე გადადის თუ არ გადადის თუ ზოგადად ბევრ კინოს უყურებ ახლა. ვერ ვიტყვი რომ ბევრ ფილმებს უყურებ, ანუ ისედაც ახლა დღეს რა რიტმში ცხოვრობთ თბილისში, რომ ყოველ დღე საღამოს რუსთაველზე ვდგავართ, ძალიან რთულია განსაკუთრებით ფილმების ყურება, იმიტომ რომ რაღაც იდეაში ეგ დროა. მაგრამ ნუ რაღაც ვცდილობ ხოლმე, მაგრამ ბევრს მაინც ვერ უყურებ, იმიტომ რომ რაღაც ეს რიტმი ძალიან გიშლის ხელს რა ანუ 9-ზე თუ გინდა რუსთაველზე იყო მაშინ 8-ზე მაინც უნდა გახვიდე სახლიდან ესე იგი რაღაც 6-ზე უნდა დაიწყო ფილმის ყურება და რაღაცა ეგეთი დღეების აწყობა კიდე თან რაღაც საქმესაც თუ აკეთებ რთულია მე 12-ზე მიდიხარ სახლში და მაშინ უნდა გაათენო და რაღაც მაგრამ ნუ ვცდილობ ხოლმე რომ რაღაცები ვნახო ხე კინოთეატრებით კინოთეატრების ფუფუნება არ გვაქვს თბილისში და აი რაღაც დოკას ჩვენებები ხო არის კვირაობით ჰარაკშიც დაემატა ხა და დათომ დაიწყო დავითიანმა და ძალიან კაი პროექტია ეგეც ხო და ნუ რაღაც აი უფრო ეგეთი რაღაცა რო იცი რომ რაღაცაზე მიბმულია და თან ისე დროს არის ხოლმე რომ მე მაგასაც ნახავ და კიდე წახვალ რუსთაველზე წახვალ და უფრო ეგრე და ნუ სახით ეხავს სტრიმო ანუ პირატულად და ეგრე უყურებ ხოლმე. ეგრე უყურებ. ძალიან მიყვარს შუა დღეს ფილმის ყურება, ნუ ყველაზე კაი რაღაცა უბრალოდ უნდა კონდეს მაგის ასტროც და რაღაც განწყობაც რა, ანუ ძალიან რთულია დღევანდელ გარემოში ხა გინდა არ გინდა იხედები ტელეფონში და ნუ ხა ისეთ რაღაცას ნახავ რომ ძალიან რთულია რომ მე რაღაცა ფილმი ნახო და რაღაც ფიქციაში გადაეშვა რა. ანუ შეუძლებელია პრაქტიკულად ხო? ნუ შეუძლებელი არა, მაგრამ რთულია. ხო, რთულია. გადავიდეთ. არა, ერთი ეს მაინტერესებს, ანუ ფილმს იწყებ. ცდილობთ, ხო. რა დაფინანსებ რაღაცა გაქვს? თითქმის ბოლომდე არა. ხო. მაგრამ ნუ გვინდა რომ ოქტომბერში გადავიღოთ და ნუ აქ იღებ საქართველოში. ნახევარ საქართველოში, ნახევარს საფრანგეთი, გერმანია. და ჩვეულებრივი პროდაქშენი, ანუ დიდი პროდაქშენი. დიდი არა, მაგრამ ხო, ჩვეულებრივი როგორიც არის, ხო.
და კოპროდუქცია არ ვიცი რამდენად არის, ხო? ხო, ქართულ, გერმანულ, ფრანგული. ქართული ფული არ ვიცი ახლა, ქართული ფული არ არის ქართული ფული ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრით წესიერი ხალხისთვის ჯერჯერობით არ არის. არა, რო იყოს ძალიან მაშინ ვიტყოდი რომ ვიღებთ, იმიტომ რომ რაღაც ეგ არის რაც გვაკლია. მაგრამ რაღაცას ვიზავთ ალბათ. გადაწყვეტილი გაქვს, ოქტომბერში წესით დარიგით უნდა დაიწყოთ. ხო, რაღაც ჯერ არ არის 100% ხელმოწერილი, მაგრამ მივხვდით რომ სანამ ეგ დრო მოვა უკვე ოქტომბერი მალეა რა და უკვე მაგიტო დავიწყეთ მომზადება იმედით რომ ბოლოს რაღაც კიდე დაგვეწევა. კიდე კი მაგ კითხვები, მაგრამ არა კიდე რა კითხვა მაქვს, იცი რა კითხვა მაქვს, რომ ჟანრულად შენ როგორ ფიქრობ, სულ შენი სტილი გაქვს შენ ერთმნიშვნელოვნად და მაგ სტილში მუშაობ. მოგინდება როდისმე ვთქვათ ჟანრული კინოს მოგდომებია ჟანრული კინოს გადაღება ან სხვანაირი კინოსი ვთქვათ უფრო არ ვიცი მართალი გითხრა ცოტა ვერ წარმომიდგენია რომ ეგეთი ჟანრული კინო გავაკეთო იმ კარნახით რასაც ჟანრი გთავაზობს კლასიკურად ხო ანუ შეიძლება რაღაც ჟანრში შეხვიდე და მაგალითად ხა ეს შემდეგ ფილმი იდეაში ყველა ფილმში რაღაცა ჟანრის წინა შეიძლება რაც road movie არის ახლა შემდეგი რაღაცა დეტექტივი როგორც დეტექტივი ესე იწყება ყოველ შემთხვევაში იმის თქმაც შეიძლება როგორც კლასიკური დეტექტივი ისე იწყება მაგრამ მე სხვაგან მიდის მაგ მხრივ ანუ ცოტა მოსაწყენია ხოლმე ხარ ძალიან დიდი ხანია ეს ჟანრები ტრიალებს და თუ რაღაც ახალი არ მოუძებნე არის ხოლმე ხო ეხლა დღეს აკეთებენ რაღაც ფილმებს რომლებიც ძალიან კლასიკურად იმ ჟანრს მიყვება და ხო მაგა ეგ ვიგულისხმე ყველაფერი იცი რეალურად არ გაინტერესებს ხო ხო მგონია რომ არავის არ აინტერესებს ვის აინტერესებს ეხლა ნუ ვიღაცას გონიათ რომ ვიღაცებს აინტერესებს მე კაი ბატონო აი ვინმე რო გითხრას უბრალოდ მოდი გადავიღე რაღაცა სერიალი არ ვიცი, გააჩნია სერიალს, ახლა Young Pope თუ უნდა გადაიღონ Twin Peaks. ხო, არ ფლად ხა, ხო, ნუ რაღაცა კარგი, ცუდი არა. ნუ აი რავი, კუბრიქს თავისი ფილმები ქონდა და ქონდა სპარტაკუსი, რომელიც ისეთი იყო რა, ნუ ხელობა თხოვეს რა, ხო, არ იყო მისი ფილმი ისეთ, მაგრამ გადაკაი ფილმი გადაიღო რა. ხო, მაგრამ ნუ კუბრიკია მაინც, კუბრიკი იყო რა. მაგალითს ვერ წაყვები, მაგრამ ანუ გააჩნია ვერ იტყვეს. გააჩნია რა, რას შემოგთავაზე. შეთავაზე სანდროს და მითხარ სერიალი რამეს კითხვა გიც. არა, უბრალოდ მაინტერესებს. სერიალი ძალიან საინტერესოა რა, მაგრამ ნუ ეხლა როგორც თუ გააჩნია თავისუფლების ხარისხს რა. ხო, ხო, Twin Peaks-ის სერიალია და ისიც არ ვიცი მე. ხო. ცუდი არ მინდა ვერ ვიხსენებ ხა, მაგრამ თორე რაღაცა ტარანტინომაც გადაიღო რაღაცი გერმანიაში მოგონა რაღაც სერიალის რაღაც ძალიან ისეთ სატელევიზიო სერიალის ნაწილი მოგონა რაღაცებს აკეთებენ ხოლმე და მაგრამ მანდ მგონია რომ რაღაცის შენ იმის თქმის საშუალება უნდა გქონდეს რომ კი ბატონო ანუ შენ ჩარჩო ყოველთვის საინტერესოა ანუ ხო თუ რაღაც თუ არ მოხაზე მოსაწყენია მაგრამ ერთის მხრივ ჩარჩო, ოკეი, მაგრამ მეორეს მხრივ მე რა თავისუფლება მაქვს. მაგრამ აი, კაი, სხვანაირად დაგისვა მაგ კითხვას ვეღარ ვამთავრებ. იგივე აი თქვათ ქართულ კინოში დავრჩეთ რა. იყო გიორგი შენგელაია მაგალითად, რომელიც ყველა кайფობდა ყველა ჟანრში ცადა თავისი ბედი და ყველგან გაამართლა და კარგად გააკეთა. არ ამგონია როდისმე იგივე გაეკეთებია ოთარ იოსელიანს, იმიტომ რომ არ აინტერესებდა და არ აკეთებდა. ანუ მე უფრო მგონია რომ შენ იოსელიანისკენ ხარ თუ მე ეს ჩემი წარმოდგენაა და ვწდები. მაყურებელი არავისკენ არ ვარ, მაგრამ არა, როგორც სტილს გეუბნებო. აი არ ვიცი, მართალი გითხრათ, მე ჩემ საქმეში რას ვაკეთებ, ხიბლავს ხოლმე რაღაც ეგეთი გამოწვევები და ჩარჩოები. რომელთან მე რაღაც ჭიდაობაც ხან ხო ამიტომ ანუ რაც ვერ გამოვრიცხავ რომ შეიძლება რაღაც დროს ხელი მოუკიდო რაღაცას რაც შეიძლება საერთოდ არ გავს იმას რაც მანამდე გამიკეთებია მაგრამ აუცილებლად იმ დათქმით რომ ანუ რაღაც ჩემი ხო
ანუ ვიღაცები აკეთებენ პირიქით, ანუ შეიძლება ძალიან ისეთ ჟანრულ და ასეთ მათ შორის რაღაც კომერციაზე და შემდეგ გათვლილ პროექტებში შეახვდეს თავისი რაღაც საავტორო გადაწყვეტილებები. ახლა მე გონია რომ დენი ვილნევმა რაც ამ დიუნზე ქნა, ну ისეთი ხო დიდ ბიუჯეტიანი, ისეთი კონკრეტულ რაღაც ფანბაზაზე მათ შორის გათვლილი კინოში ძალიან ბევრი ისეთი ელემენტი შეიტანა, რაც არ არის ეგეთ კინოში ხოლმე რა. სამწუხაროდ არ მაქვს და ვერ გეტყვი ვერ კინოში ვერ ფორმა რაც არის, ჩემი აზრით ძალიან შთამბეჭდავი და ისეთი საავტორო კინოდან მოტანილი ფორმა არის, რომელიც მაგ ხელა ბიუჯეტიან ფილმებში არ არის ხოლმე რა, თავის კადრირებითაც და ტემპითაც და ყველაფრითაც, მაგრამ ნუ ხე ის კიდე გასაგებია რაღაც თავის ფუფუნება გააქვს ხა მაგდენი მაგ ხელა ბიუჯეტებთან რომ ვერ მოყვები, იმიტომ რომ არ მინახავს არ ვიცი. ხო, ეგეთი ჩემი აზრით ვიღაცები მანიპულირებენ ხოლმე ეგრე რა, აი ნოლანიც დიუნკერკზე რაც ქნა რა, ანუ ეგეთ რაღაცას მაგრამ ეგ ბევრი ვერ შვება ეგეთ რაღაცას რა. მაგაც ცოდნა უნდა გაც და ხელობა. კაი. გადავედით. რომელი ფილმის გაგრძელებას ნახავდი? ეს ბლიცია უკვე, ანუ სწრაფად უნდა უყოს. არა, ნუ რაღაც კითხები იქნება მოკლე და შენ თუ გინდა ცოტა ვრცლად შეგიძლია უპასუხო. ნახევრად ბლიცია. ნახევრად ბლიცია. ეს ფიქრი მე მოჭერით, იმიტომ რომ მე ორივე მხრიდან რაჭველი ვარ და ჩვენ რაჭაში ბლიცები არ მუშაობს. რომელი ფილმის გაგრძელებას ნახავდი? არა, კაი კითხვა და არა, კეთრი, გუშინ უყურე მეორეჯერ ფილმს You Can Count on Me. ხო გინახავთ, ახალგაზრდა მარკ როფალო თამაშობს. მე მგონი არ ლონერგანი არის, აი Manchester by the Sea-ს გადაიღო, მაგ კაცის, მე მგონი პირველი ფილმია თუ მეორე. და რაღაც ახ გუში რომ უყურებდი, მახსოვდა რომ რაღაც უნდა მომხდარიყო კიდე, მაგრამ ისე მორჩა რომ არ მოხდა ეგ რა. და აი მაგ ფილმის გაგრძელებას ნახავდი რომ ეგ მოხდეს რა. ხოჭო ნიაზ დიასამიძემ გაგვცდა ეგეთი პასუხი რომ ანუ ის ფილმია ეგეთი რომელიც ბევრჯერ გაქნა ნახე, იმიტომ რომ ესე იგი რაღაცა ანუ გინდაო რომ ნახო და არ არისო რა და უბრუნდებიო. მაგრამ ბევრი ფილმი არის ეგეთი რომელიც გენატრება ხოლმე, ხო? მე მაგალითად აი წმინდა ელექტროენერგია არის ფილმი რომელიც მენატრება ხოლმე მართლა ვაყნ რა. აი წმინდა ელექტროენერგიის გაგრძელებასაც ნახავდი ძალიან დიდი სიამოვნებით და You Can Count on Me. ოკეი. რომელი ფილმით გააცნობდი უცხოელებს საქართველოს? ხო, გააჩნია ვის, რატო? აი არიც. უცხოელებს დაგესვეს რომ აი შეხო. აგერ ისაო გიორგობის თვე ვაყურებია უხმოთო და ნუ ეგ არის ალბათ როლი რომელშიც ყველაზე ძალიან არ მომინდებოდა რომ ვიყო რომ ვიღაცას უნდა გავაცნო საქართველოს და მით უმეტეს ფილმით, ანუ გამოვეთიშებოდი მაგ საქმეს ეგრევე. ანუ ჯერ ისედაც ხო რაღაც საკმაოდ უხერხული მომენტია ხოლმე რაღაცა რომ გინდა რომ კარგად გააცნო ადამიანს რა და მერე თან ფილმით რომ უნდა გააცნო ჩამოვიდნენ გაიარონ გამოერან ნახო ყველა აქავართ რაცა ვართ ეგავართ ფილმებიც დევს ონლაინ ეს თუ ეს უნდა აირჩიო ორ ვარიანტს გეტყვი შენ როგორც კრიტერიუმი შენ თვითონ მარლონ ბრანდო თუ დენიელ დე-ლუისი ჩემთვის მარლონ ბრანდო თუმცა ანუ არც ერთი არ არის ის მსახიობი რომელიც აი რო არის ფილმში რომ უნდა ვნახო არ ვიცი რატო ორივე ძალიან დიდია მაგრამ ჩემი საყვარელი მსახიობი არც ერთი არ არის რომელია მაშინ ესე ვთქვა შენი საყვარელი მსახიობი მაგ ხალხში თუ ლაპარაკობთ ან რაღაცა ჰოლივუდზე თუ ლაპარაკობთ აი მარკ როფალო მიყვარს ძალიან რა თან ახლა იმაშია რაღაცა ძალიან პიკში ავიდა რა ბევრ ფილმებში იღებენ უფრო არა ნუ შრეკი კი არა ჰალკი
ჰალკი მაგარი ედვარდ ნორტონი გააგდეს და ეს აიყვანეს, იმიტომ რომ ის ჭედავდა მაგის ძიმე კაცი არის ედვარდ ნორტონი. ხო არა, ეხა არა, მაგრამ ხო ცოტა გვიან ხო უფრო რაღაც მოდი ბევრ რაღაცებში სპოტლაიტში და რაღაცებში ბევრი ოსკაროსთან კინოში ეხა იმას ლათინოსთან ხო ლანთიმოს ერთ და იგივე ის მიყვარს ხოლმე ხო მაგრამ აი ეგეც რაღაც პერიოდის წინ ნახე და მგონია რომ რას დენირო და მერილ სტრიპი რასაც აკეთებენ Deer Hunter-ში ანუ არის საუკეთესო რაც კინოში გაუკეთებიათ ადამიანებს ის ამოვაგდე აღარ უკითხე რა დენირო თუ ალ პაჩინო რა ვიკითხე მაგის პასუხი მგონი უკვე ყველა გაიყო ქვეყანა აი ახსენე და მერილ სტრიპი თუ ინგრიდ ბერგმანი ხო მე მაინც ხო უცნაურია, მაგრამ მაინც მე არც ერთი არ არის ასევე რომელიც ძალიან მიყვარს. მაგ ორი ნუ ძალიან დიდი მსახიობიდან, მაგრამ ჩემი აი არ არის რა ფილმ თუ მერილ სტრიპი კიდევ უფრო თქვა რაც ფილმი რო იწყო და მერილ სტრიპი თუ არის არ ნიშნავს ჩემთვის რომ მაგ ფილმს აუცილებლად უყურებ. რომ მგონია რაღაც ბევრ რაღაცნაირ ფილმში ითამაშა რომელიც ინგრიდ ბერგმანი ახლა პირიქით ალბათ ხო მაგდენულში არ არის ნახდა და მაგდენულში არ არის და ძირითადად ხო თუ არის ალბათ კაი ფილმია რა ვერ ვიტყვი ყველა ფილმი მაქვს ნანახი მაგრამ ხო არიან ადამიანები რომლებსაც რა რო ხედო რო არის ფილმში ვინ მაგალითად საყვარელი მსახიობი ვინ არის მაშინ ეგრე მე ლოგიკურად მოდის ხოლმე ქალი მაგალითად ხო ეგეც ძალიან რთულია რთული არის იგი არ ვიცი რა გონია ეგ რაღაც ხალატივით გამოდის ხო იცი ერთს რომ ამბობ და მე გონია რომ ეწყინება იქ ვიღაცას მარა ხო არ ვიცი არავის არ არავის არ ვაწყენინებ გაგვიჭირდება მაშინ არა თქვა ეხლა რაც ისეთი ვიღაცები გამახსენდნენ რომ მივხვდი რომ არ უნდა მეხსენებინა უცნაური ანუ აი ხო იცი რაღაც რომ უფრო ოდრი ჰეპბერნი და აი ანუ იმის ოდრი ჰეპბერნის თქმას ჯობია რომ გაჩვენდე რა იმიტომ რაღაც იმდენად ცხადი რაღაცაა და იმდენად რაღაც სათუთი რომ რაღა თქმა უნდა ხო ანუ რაღაც ჯობია რომ თქვა რომ არაფერს არ ვიტყვი მიდიება დეივიდ ლინჩი თუ სტენლი კუბრიკი ლინჩი ჩემთვის კოპოლა თუ სკორსეზე მიაძაკი თუ ნორშტეინი ერთი ლექცია არის ბოდიში იმის ოთარ იოსელიანის კინომუსიკაზე. მგონი პეტერბურგში თუ მოსკოვში კითხულობს. მართლა? ჩანაწერი არის? ხო, მაგრამ დაახლოებით პირველი 15 წუთი არის მუსიკაზე ლაპარაკობს და ესე იწყებს. Yes, такой жулик, Coppola. და მე ყვება რატომ არის კაიძვე რა, იმიტომ რომ ხო იყენებს ვაგნერის მუსიკას და მე მგონი იოსელიანი საერთოდ არ მახსოვს საწავიკითხე იქ, მაგრამ იდეალურ შემთხვევაში უნდოდა რომ ან მუსიკა დადებული არ ყოფილიყო. ანუ აი იყო შაშუგალობელშია თითქმის ეგრე რომ ძირთად იცი ხმა საიდან ისმის რა. ანუ ან ორკესტრი უკრავს, ან ამის გიას გონებაში არის ეს მელოდია, ანუ წყარო ზევიდან დადებული კი არ არის მუსიკა რა. ანუ რომ თითქოს ხტები რომ საიდანაც ხო ის აქვს. მაგრამ ხშირად იყენებს მუსიკას. არა, იყენებს, ხო. რა იყო მიაძაკი თუ ნორშტეინი? ანიმაციაში გადავედით. მიაძაკის და ნორშტეინს შორის გაუმარჯოს იმას. ზღარბს. ნორშტეინს. არა. მაგათ შორის დგას ეს ზღარბით. ზღარბი აერთიანებს ორივეს. კენ ლოუჩი თუ მაიკლი? კენ ლოუჩი კესისთვის. ბრესონი თუ რომერი? ხო,
ხო, ეგეც შეუძლებელი არჩევანია ჩემთვის. დედა უფრო გიყვარს. არა ხო ნუ ორივე ის არის ხო, ნუ იმიტომ რომ ეგ რაღაც ისეთი იდეაში ბევრი რაც ჩამოთვალე, მაგრამ ყველა ადამიანს რაც კიდე თავისი საკითხი, ხა ჩემზე მაგალითად ლინჩმა ბევრად უფრო იმოქმედა ვიდრე კუბრიკმა, რაც არ ნიშნავს, ან არის რაღაც შრები, სადაც უკეთესი უარესი აღარ არა, ხო, ესეც ხო სუბიექტურია ძალიან ის კი არა, რომ და სუბიექტურათაც კი აღარ არსებობს და რა იყო ბოლო? რომერი და ბრესონი. ჩემ და მე თუ უფრო მარტივია თქვა ლინჩის და კუბრიკს შორის ჩემთვის თქვა, იმიტომ რომ ჩემთვის ლინჩი უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩემ ცხოვრებაში. რომერი და ბრესონი ერთნაირად ორივე მაგარი რეჟისორი. ხო, მაგარი კუბრიკიც არის, უბრალოდ ჩემთვის ხო მესმის კი. ამორზე ძალიან რთული სათქმელია, იმიტომ რომ მარტო კინოზეც არის მგონია, რომ რომერი და ბრესონი რომ არ მენახან, რა სხვანაირი ადამიანი სამყარო სხვანაირი იქნებოდა, ეგენი რო არ ყოფილიყვნენ, მაგრამ ნუ მეც ალბათ სხვანაირი ვიქნებოდი, იმიტომ რომ ძალიან ცხოვრებისეული პატარა სათუთი რაღაცეები გვასწავლა მაგ ხალხმა. ვინც კინოს აკეთებს იმათ განსაკუთრებით, მაგრამ ისედაც ცხოვრებაშიც ხო და მაგარ ჩვენს ნუ დავანწალებთ. მესი თუ მარადონა? მესი. მარადონა გახსოვს კარგად? არა და მაგიტო რაღაც ვერ ვამბობ და ისედაც რაღაც მგონია რომ მესი ჩემთან უფრო ახლოს არის. აი თუ გინახავთ კომპილაცია არის სხვადასხვა ადგილებში მაისურებს რო ჩუქნიან როგორ კეცავს. არა. ხო, ან რაღაც აი გარი ჩემი როგორ გერა კეცავს რატომღაცა ანუ მაიკა რომ აჩუქო ხო რაღაც გადავიკიდებ ალბათ რაღაცა. ერთი აქ ზიდანთან აქ რაღაც ლაპარაკობენ და იქ ცვლიანა მაიკებს და ზიდანი სადღაც დებს ამას რაღაც თავის მეთოდი აქვს ამის დაკეცვის. ძალიან ლამაზად კეცავს რა. არის YouTube-ზე ერთი 5-ნაირი დაკეცვა ალბათ. მეგე მად როგორ თანხდებიან აი რაღაცა ისე რა გუნდი ხო ყველას მესის მაისური უნდა როგორ ვინ გაუცვლის ვინ თხოვს იმიტომ ხო არა ეს არის ინტერვიუ აქვს ზიდანს და მესის 10-იანებზე ლაპარაკობენ და ბოლოს ცვლიანა მაიკებს და როგორც კინოს პერსონაჟი გუთაის თუ თბილის კინემატოგრაფიულობით ბათუმი ფეოლა თუ ბურთი დამოვიდანე? ფეოლა რა თქმა უნდა. ფეოლა თუ პირველი მერცხალი? ფეოლა. ანუ ფეოლა ძალიან დიდებული ფილმია. ანუ პირველი მერცხალი ძალიან კაი ფილმია და მიყვარს მთელი გულით, მაგრამ მაგ რაღაც პირადი ინტერესებიდან რო დისტანცირდე ფეოლა. ან ფეოლა არჩეულებრივი ფილმია. საერთოდ ფეხბურთზე წინაზეც თუ იმაზე ფეხბურთზე მე მგონი სოფლიოში ეგეთი კაი ფილმები ჩვენ გვაქვს. რა ვის აქვს, აბა? არ ვიცი, უთქვიათ ხოლმე რაღაც მურჩევიათ ვიღაცებს, რომ აი ძალიან კაი ფილმი ფეხბურთზე არის ეს და ჩაწერილი მაქვს, მაგრამ არ მინახავს, ამიტომ ვერ ვიცი. მეც მითხარი ერთი, იმიტომ რომ მე მაგაში რაღაცა ის მაქვს დარწმუნებული ვარ, რომ ეგეთი ამდენი ესეთი კაი ფილმები ფეხბურთზე და ღვინოზე სხვათა შორის. იქვეური არის, ჰა? ქალაქიანარა იქნება შაბათს, ხო. ქალაქიანარა, ქვევრი, გიორგობისთვე, ღვინის ქურდები, პატარა ამბავი არ არის. ხო, ფეხბურთზე არ ვიცი, მაგრამ მე მგონი რომ სხვებსაც აი ვიდა, მე არ შევხვდა მაშინ. არ ვერ ვიხსენებ ესეთი კაი. ძალიან კაი ჟაკ ტატის ფილმი არის დოკუმენტური. ფეხბურთზე? დოკუმენტური. საბასტია. მართლა მაგას ხო? დოკუმენტური ჩვენც გვაქვს სხვადასხვა შვენიერი, ფეხბურთი უბურთოთ გელა კანდელაკის და ვიღაცა კიდე თან ავტორი აღარ მახსოვს. ჩვენც ჟაკ ტატის კარგი სანახავი უნდა იყოს. ისაა ძალიან მაგარი დოკუმენტური ფილმი. ბრაზილიელ აფერის ფეხბურთელზე როა. ანუ ფეხბურთელი რო არის იყო და პროსტო ძმაკას ფეხბურთელზე არის მართლა. ანუ ისე სულ თამაშობდა, ხელფასი იღებდა, ან თამაშობდა რა ირიცხებოდა, იტყვებოდა, რომ სულ ტრავმა მაქვს ეძახდა, ხო. ეგ არის. მაგ
კაცებს წმენია დოკუმენტური ფილმი. რამდენიმე იყო ეგეთი ევროპაშიც იყო ვიღაც მე მგონი და გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთსაც არის კარგი დოკუმენტური სხვათა შორის ჟღენტი რა ერქვა ალექსანდრე ჟღენტი შენი ისიო. იპოლიტე ხვიჩია თუ დოდო აბაშიძე? მანდაც ვერ ვაწყენებ ერთ-ერთს. და ქართველები არიან. არა და თან ეხა ანუ ვერასდროს ვერ ვიტყვი რომ დოდო აბაშიძეს ვინმე მირჩევნია, მაგრამ იგივეა ეხა ანუ ფეოლას მერე იპოლიტაზე რა ანუ ვერაფერს ვერ ვიტყვი. თუმცა დოდო აბაშიძე ჩემთვის მეტ საყვარელ ფილმში თამაშობს და მაგრამ იპოლიტე ხვიჩია აი ისე იგივე თემას დაუბრუნდები. ბურთი და მოედანშიც, ფეოლაშიც და იმაშიც კი თამაშობს. სამივეშია. აერთიანებს. მაგრამ ნუ დოდო აბაშიძე მარტო გიორგობის თვეში აი გიორგობის თვეში მაგარი როლი აქვს. სიგარეტს რო ეწევიან ფანჯარასთან ან მარტო გააღებულში. ჩემთვის შენ ხო ყვებოდი იპოლიტე ხვიჩე მე საჯობდა ხოლმე ვარ კაი. საჯობდა ჩემ ბანში ცხოვრობდა და ზუსტად სტადიონი სადაც იყო მაგისი მესამე სართულზე ცხოვრობდა და ესე უკვე ღრმად მოხუცებული იყო და ფაქტიურად სკამს გამოუდგავდნენ დაჯდებოდა და ისე პირში რა ქვია სასტვენი და საჯობდა ყველა თაობის ხალხი ნუ საჯი ყავს თან იპოლიტე და მაგის სახელობის არის ხა ეს სტადიონი ეზო სტადიონი ზემოერაზე ვერის სასაფლაოსთან არის იქ აჰა ანუ უბრალოდ უბნის სტადიონი ეზოსი რამე ეს არ არის ელდარი თუ გიორგი ჩემი საყვარელი ფილმი ორივე ძმის ფილმოგრაფიაში არის არაჩვეულებრივი გამოფენა. პასუხი გაცემულია. მაგრამ და ბევრი მარა რა თქმა უნდა. ელდარი თუ ოთარ იოსელიანი? ერაფერს ვერ ვიტყვი. არ პასუხობს ხედავ მე ჩავარდი. დავტოვოთ. ჩავარდი. აუ ჩავარდი. რო დაგროვდება მე ჩავარდები, მაგრამ კოლაჟი გავაკეთოთ. ო, კაია რომ მე არ დამემართა. შენ პაჩოტნის კამზეზე. ხო არ გაკადრებ. მე ვარ. აი ხა ვამთავრებ, ხო. მე ვარ. ეხლა რა უამს გავს? შემოადგმევი, ხო დავამთავრე. მე მგონი ვერ დაждები, იმიტომ რომ გატყდა. არა, კაცო. ან პაკეტ ეს გატყდა არა, მე მგონი არა გამტყდა უკვე რა ხან. ანუ უკვე დავამუღამე თან. ეს დაждები ხა? იგაც. თხილად, მაგრამ დავჯდები. აი, სკიპზე ვართ? არა, სკიპზე არა. ხო და რამდენი კითხვები გქონია? ეგეთი ის არის, ანუ რატო უნდა ვთქვა? არ ვიტყვი. ხო, გიორგი თუ ისა, კი არა, ელდარი თუ ისა, ხო? არც გიორგიზე და ელდარზე არ მithქვია და არც ელდარზე და ოთარზე. მანდა კინო შეგილია თქვა და იგივენაირად გამოძურები. არა რთული. არა, მანდა არც გამოძურება. არ ძურება. აი მაგ ასოციაციები გეტყვი ჟანრს ან რაღაცას და ფილმიაც გაახსენდება. მუსიკი. ერთი მუსიკალი მიყვარს ძალიან. ნუ გარდა ვერისუბნის მელოდინისა არის ვინსენტ მინელის The Pirate. პირველი მუსიკალი იყო, რომელიც ვნახე და ძალიან ან პირველი რაც ვნახე კი არა, პირველი რაც ვნახე და ძალიან მომეწონა. ზოგადად გიყვარს მუსიკები, მე მაინც. აი ამ ფილმის მერე მიყვარს The Pirate. ძალიან მაგარი ფილმი. The Pirate. კომედია. და გავაკეთებდი სიამოვნებით, ჩემი ოცნება. მუსიკის გააკეთებდი? აი, მართლა? ჟანრულიო რო კითხე, გქონია. ხო, აი ოცნება გქონია თქმა. ხო. კომედია? კომედია, აუ, იპოლიტე ხვიჩია, ალბათ. ფეოლა. ფეოლა. ეხლა მე ჩავჭი ხა
არ გვაქვს ხო? გვაქვს ბოლო წლებში რამე მიუზიკლი ქართული. არ რაც დამოუკიდებელები ვართ მიუზიკლები ქონდა? საბჭოთა დროს ბევრი მიუზიკლი. ბევრი რა ხო, მაგრამ იყო რა, ანუ ის გიორგი შენგელაიასიც ის რა არის და იმ მიშა ჭიაურელის რა ქვია, სოფელში რო ხდება რა ქვია. ბარდანაშვილის მუსიკა. სიყვარული ყველას უნდა. სიყვარული ყველას უნდა. ქეთო და კოტეც. ქეთო და კოტეც მიუზიკლია ხო? ნუ ადრე ბევრი ის ლანა ღოღობერიძის რა ქვია, აურზაურის სალხინეთში. ძალიან ბევრი არ არის, მაგრამ ეხა არა დამოუკიდებელ საქართველოს სხვადასხვა აი და თელობაც არ მახსოვს. ნუ აღარსა და აღარ კეთდება ისედაც ძალიან ცოტა. არ მე ხო წამოვიდა ეს ლალელენდები და რაღაცეები, უცებ რაღაცა ტენდენცია იყო. West Side Story გადაიღო დაატრიალა თავიდან. არ ყოფილა მოკლედ არა. ყოველ შემთხვევაში რა ვიცით, დავიჯერო გამოურჩა, არა მგონია. ბრიტანული კინო. კესი. გერმანული კინო გერმანული კინო ძალიან კაია სხვათა შორის. ძალიან კაი იყო. რამე ფასბინდერი? ხო, ნუ საიდან მოყოლებული ხა. ხო, სულ ჯუელ შენძახი 20-იანი 30-იანი. ვამპირები და რამდენი რაღაცა იყო და კლუგე რომელიც წელს ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა ალექსანდრე კლუგე. ერთხელ შევხვდი, მეგობარმა გამაცნო და ეგეთი რაღაცა ესა ქართველიაო და ქართველებია ხო თქვენ რა ძალიან ნაციონალისტები ხართ ხო და აი ფიქრობდი რომ აი გერმანელი პროსტა სხვას მაგას როგორ უნდა ეუბნებოდეთ ხო და უყურებდი პროსტა 100 წლის იყო და აღარც არაფერი ვთხარი რა მაგრამ თან ძალიან მიყვარს მაინც ფრანგული კინო რომერი და ბრესონი და კიდე მილიონი სხვა დიდი რეჟისორი ფრანგული კინო საფრანგეთში არ დაიწყო კინო. საფრანგეთში დაიწყო. ნუ, ხო, საფრანგეთში დაიწყო. მნიშვნელოვნად ახლა ეგრეა. ლუმიერები უყურებდი ჩემ დაბადების დღეზე თუ არის თქო ვინმე ცნობილი ადამიანი, ხო იცი ვიკიპედიაზე არის ხოლმე ისა და არავინ არ არის 19 ოქტომბერს დაბადებული, გარდა ერთი ძმა ლუმიერისა, აჰა. რაც წონის ბევრ სხვას. ანიმაცია ბაბაჯანას ქოშები. იბადონო. დათო სიხარულიძე. თელი ხო ბავშვობა მეშინოდა ხოლმე. იმის ეს რაღაცა ჩიტავი. მაგარი იყო დათო ზოგადად. ძალიან მაგარი. გარდაიცვალა ცოტა ხნის წინ. სცენარისტი. მანაირი კითხვა. სცენარისტი რა? აი ვინ გახსენდა პირველ რიგში სცენარისტი. გაბრიაძე ახსენდება მე. სცენარისტი? ტონინო გუერა. უცნაური პროფესია რა. ეგეთი რომელიც აი გონია რომ ხოლმე რომ ხშირად არიან უკმაყოფილოები იმითი რაც ხდება. და მე რეჟისორს უშვება მის ხო მაგიტოა რომ სხვის სცენარის გაკეთება მაგაც მგონია ხოლმე რომ სულ უნდა აწყენინო რა. ბაბო ჩემი იყო სცენარისტი მაგალითად პირველი მერცხალის ხო და სულ მთელი ცხოვრება მე მეგონა ხოლმე რომ მე ფიქრება ხოლმე მაგალითად რამდენად თვითონ და რა ბევრი ფილმის სცენარისტი იყო მარტო მაგის ხო არა. ხო, მაგრამ ეს რაღაც მგონია რომ თავარი, ნუ ყველაზე ცნობილი ეგ არის და თან რაღაც თვითონ ფეხბურთი ძალიან უყვარდა. და მგონია რომ მისთვის ძალიან ეგეთი მნიშვნელოვანი ამბავი იყო და ძალიან საინტერესო იქნებოდა ჩემთვის მაგის გაგება თვითონ როგორი ის ქონდა მაგაზე. რეაქცია და რას ფიქრობდა და რამდენად ის იყო რაც უნდა და მე მგონი ყოფილი უნდა ყოფილი კაი ფილმი გამოვიდა ხა რა თქმა ერთია კაი და მეორეა ის შენ რა გინდოდა. არა კი ერთნიშნულად ეგრეა რა თქმა. მეც რაღაც მინდა მაგ ფილმის გადაღება როდესმე. პირველი მერცხალის. მართლა? ხო. ჩამებურა თავან. გასაგებია. ხედავში. ოპერატორი.
ოპერატორების ესე დიდად არ ვიცი რა. ერთი ვიცი რომ მაისურაძე იყო იოსელიანის ოპერატორი და იყო ხო. ძალიან კარგად მუშაობდნენ და მაგრად ყვება მაგას რომ ვიზე ამბობ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ვიღაცასთან მუშაობდიო და ესე იღებდაო რა და გამოგიჟავდა. მე გამომიყვესო ესო შევხვდიო ამ რაჭულ კაცსო და დინჯა წყნარად კარგად მუშაობდაო და მახსოვს ეგ მაგაზე კაი რა უნდა იყოს ახლა. რაჭველებისკენ წავი მეც რაჭველი ვარ ასე ხმორში ჩვენთან მაისურაძეები და კობერიძეები ვართ. ვესტუმრეთ უნდა თქვა გააკრამე ხმორში. რეკომენდაციები რომ დაგვიტოვო 3 ფილმი გვირჩიე ურჩიე ჩვენ მაყურებელს. შაბათს ეს ალბათ გვიან გავა, მაგრამ მაინც ქალაქიანა რა. ირაკლი კვირიკაძის წმინდა ელექტროენერგია დადო გოტეშვილის და იყოს ისევ რაც ერთხელ თქვი ეს you can count on me. არის ყველა იგუგლებო პირდაპირ იყურება. სათაურის კი ძალიან მომწონს რა, მგონია რომ ჩემი იმედი გქონდეს. ალბათ რაღაც ეგ უნდა უთხრათ ხოლმე დღეს ერთმანეთს. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და რა ვიცი შევხვდებით კიდე ხან უსთავოზე და ხან კინოში. გამოიწერეთ და ლაიქეთ. კინო რუსთავოზე. აი და გამოიწერეთ და ლაიქეთო და იცილაკი, თანზალაკი. სხილაკს დააჭირეთ. მადლობა თქვენ. დიდი მადლობა. აჰა. ეს ესე